მოგესალმებით. ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. ვიწყებთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. ამჯერად მე გაგაცნობთ დოკუმენტს, რომელსაც ზვიად გამსახურდია მთელი თავისი ცხოვრების პერიოდში. ეს იყო დისიდენტური მოძრაობის, როდესაც იგი პატიმრობაში არ იმყოფებოდა და თავისუფლებაში იყო, ყოველთვის ვიბართავდა ჩრდილოკავკასიელ მოსახლეობას იმის და მიხედვით, თუ როდის განხორციელდა მათ მიმართ გენოციდი. მე წაგიკითხავთ ახლა დოკუმენტს, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ მიმართვას, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გააკეთა 1991 წლის 21 მაისს. ეს გახლავთ მათი დეპორტაციისა და გენოციდის დღე ჩერქეზი ხალხისა და ყოველთვის იგი, როგორც მოგახსენეთ, ისევე განიცდიდა ამ ტრაგედიას, როგორც საქართველოში მომხდარ ყველა იმ ტრაგედიას, რომელიც ჩვენმა ერმა და ჩვენი საქართველოს მოქალაქეებმა გადავიტანთ. ჩერქეზ ხალხებს ძვირფასო ჩერქეზო დებო და ძმებო, 21 მაისი ტრაგიკული თარიღია თქვენს ისტორიაში, მთელი კავკასიის ისტორიაში. სწორედ 1864 წლის 21 მაისს დასრულდა რუსეთის იმპერიის მრავალწლიანი ომი კავკასიის ხალხთა დასამორჩილებლად. ამ დღეს დააკარგა ჩერქეზმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაპატია ჩერქეზეთმა. რუსეთ-კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა წარმომადგენლების სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსასწრელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის, რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების გარიგების შედეგად ასეულ ათასობით ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეთს. მაშინდელი კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვადასხვა კუთხეში გადასახლებული იყვნენ. ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედი გაიზიარა. ამ დროიდან საუკუნეზე მეტია, რაც ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩერქეზები, რომელთაც დღემდე არ ჩაჰქრობიათ ოცნება სამშობლოში დაბრუნებისა. ქართველი ხალხი გულის ტკივილით შეხვდა თავისუფლების მოყვარე ჩერქეზი ხალხის ტრაგედიას. მე-19 საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გამოხატეს ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა კეთილშობილი და მამაცი ჩერქეზების მიმართ მათი მშობლიური მხარიდან გასახლების გამო. ჩვენ დროს ჩერქეზმა მწერალმა, საქართველოს მკვიდრმა ლოხვიცკიმ ფჩილებში მისი ნამდვილი აჯუკ გირეიმ ფჩილები დახურულია თავისი შესანიშნავი რომანით მეხთატეხა, რომლის მეორე ნაწილიც ახლახან გამოვიდა თბილისში, კიდევ ერთხელ მწვავედ განგვაცდევინა ჩერქეზთა ტრაგედია. ქართველი და ჩერქეზი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი პატივისცემა ახასიათებს. ქართველის წარმოდგენაში ჩერქეზი მუდამი იყო, არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელი საუკეთესო თვისებებითა და დამშვენებული პიროვნება. უნდა აღინიშნოს ჩვენი საუკუნის გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა და მწერალთა დიდი დაინტერესება ჩერქეზული ენებითა და კულტურით, ისტორიითა და ფოლკლორით. დღეს ჩვენ ქართველები, ვისაც ჩერქეზებთან გენეტიკური ნათესაობა და საერთო კავკასიური შეგნება გვაერთიანებს, პატივს მიგავაგებთ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაცემულ ჩერქეზთა ხსოვნას. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა სინდების, მეოტების, კერკეტების შთამომავალი ჩერქეზები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ კავკასიისა და მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში. გვჯერა, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობასა და წარმატებების მტკიცე გარანტია იქნება. ძვირფასო ჩერქეზებო, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი სამშობლოს უკეთესი მომავლისაკენ თქვენს მისწრაფებაში. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქალაქი თბილისი 1991 წელი 21 მაისი. იცით, აქ მე რეპლიკა უნდა ჩავთო იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ადმინისტრაციას რატომაც წელს გაახსენდა, რომ თურმე ჩერქეზი ხალხი დეპორტირებული ყოფილა და აყრილი ყოფილა თავისი მიწა-წყლიდან და გასახლებული ყოფილა და როგორც ჩანს ისინი ძალიან კარგად ათვალიერებენ ზვიად გამსახურდიას
ნაშრომებს, მის მიმართვებს, მის ინტერვიუებს და რასაც კი ხელს გამოკრავენ ის, რომელიც მათ გამოადგებათ, მე ასე ვიტყოდი, სპეკულირებისათვის როდის იყო რომ კავკასიელებით იყვნენ დაინტერესებული, მაშინ როდესაც ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიის გულში აღმოჩნდით მათივე დამსახურებით, საოკუპაციო ადმინისტრაციის დამსახურებით აგვიკლეს კინაღამ, რომ თქვენ გროზნოში არიან, ჩეჩნებთან არიან, კი ჩვენ ჩეჩნებთანაც ვიყავით, ინგუშებთანაც ვიყავით, ჩერქეზებთანაც ვიყავით, ადიღეელებთანაც ვიყავით, დაღესტნელებთანაც ვიყავით, ყველასთან ვიყავით. ჩვენ არავისთან ცუდი ურთიერთობა არ გქონდა და თქვენ კი წარმოჩენა გინდოდათ სხვანაირად, რომ ჩვენ შევარჩიეთ შეგნებულად ის ადგილი, რომელიც დაპირისპირებული იქნებოდა საქართველოსთან. საქართველოსთან დაპირისპირებული არავინ არ არის, თქვენ დაუპირისპირდით ყველას, მაგრამ აი ეხლა როდესაც დაგჭირდათ თამაში თამაში ბჭყალებში, რასაკვირველია რუსეთთან, ახლა გაგახსენდათ ჩერქეზები. და ეს ძალიან ცუდი თამაშია და შორს ვერ წახვალთ ამით. გუშინ იმ ქალბატონის გამობრძანება, რომელიც მოიწვიეთ აქ შეგნებულად სპეციალურად ამ დღისადმი, იცით რამდენი ჩერქეზი ყავდათ მოსაწვევი? რატო არ მოიწვიეთ მთავარი ბირთვი ჩერქეზი ხალხისა, რომლებიც იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ისინი თქვენთან არ მოვიდოდნენ, იმიტომ რომ იციან, რომ თქვენ საოკუპაციო ადმინისტრაციამ რაც ჩაიდინეთ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და მის დასამხობად ვინ გამოიყენეთ და რა გამოიყენეთ. ასე რომ ჩვენ კვლავ შევახსენებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ მიბაძვით და პლაგიატობით ვერაფერს ვერ გახდებით. საჭიროა იცოდეთ ისტორია, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მსოფლიოს ხალხთა ისტორია, რომ წარმოჩინდეთ ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველებს. მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ რაც გაინტერესებთ, ამაზე მომავალ გადაცემებში მექნება მესაუბარი. შემდეგი საკითხი გახლავთ უკვე მოახლოებული 26 მაისი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. აი ამ ტრანსპარანტებით არის აჭრერებული თბილისის ქუჩები და სხვათა შორის ტელევიზიითაც მიდის რეკლამა იმისა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. 26 მაისი კი დამოუკიდებლობის დღე გახლდათ, რომელიც გამოცხადდა 1918 წელს 26 მაისს და იგი 21 მაისის 1921 წლის თებერვლიდან უკვე მოხდა მის საქართველოს ოკუპაცია, ანექსია და 70 წლის მანძილზე უფრო მეტი საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული იყო. ერთადერთი რაც შეძლო ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომელმაც საბოლოოდ დაუმკვიდრა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთან თანამეგობრობაში ადგილი, გახლდათ საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტისა. სწორედ ამ რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა უკვე დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა 1918-21 წლების საფუძველზე, რომელშიც ზუსტად აი ასე იყო მითითებული ბიულეტენზე და შემდგომ უკვე როდესაც მივიღეთ სასურველი შედეგი მოსახლეობის 99.98%-ისა, რომელნიც ყველა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 100% თითქმის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ზვიად გამსახურდიან, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ გამოაცხადა საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 9 აპრილის დაღუპულთა პატივსაცემად 9 აპრილს მიეცა ორმაგი დატვირთვა, იგი გახდა ეროვნული გმირების ყოველთვის მოსახსენებელი თარიღი და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე ერთი პარალელურად ამისა 26 მაისი გახლავთ ჩვენი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კი
1991 წლის 26 მაისი გახლავთ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნისა და ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლების მოთავის ანუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის დღე, რომელიც გახლდათ ზვიად კონსტანტინეზე გამსახურდია. აქედან გამომდინარე, მე მინდა ბევრი რამ შევახსენო ისტორიის გამყალბებლებს და კიდევ ერთხელ მოუწოდო არა მხოლოდ ისტორიის გამყალბებლებს, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტირებულ ყველა საელჩოთა წარმომადგენლებს, ყველა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს სასაკვირველია, რომ უწყობენ ხელს საოკუპაციო ადმინისტრაციას ისტორიის გაყალბებაში, ვინაიდან დოკუმენტური მასალა აშკარად ცდება საქართველოს ისტორიას და შემდგომ თანამონაწილეებად გამოდიხართ თქვენ. ნება იბოძეთ და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების, ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი 9 აპრილი სცანით და აღიარეთ ისე როგორც იქნა ცნობილი და ამ ცნობის საფუძველზე თქვენ შემდგომ სცანით საქართველოს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მე კი ერთ შევახსენებ საოკუპაციო ადმინისტრაციას და ამავდროულად დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიაზე, რომ მათ ყურადღება გაამახვილონ ამ სიყალბეზე განსაკუთრებით. ეს არის ისტორიის გაყალბების ძალიან ცუდი მეთოდი, რომელიც შემდეგ მოიკიდეს ფეს და ამას ექნება ძალიან უარყოფითი მხარე. მაგრამ უარყოფითი მხარეს ვერასოდეს ვერ მიანიჭებთ ამ თარიღს, იმიტომ რომ ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ აი დღესდღეობით, როდესაც კატეგორიულად ცდილობს საოკუპაციო ადმინისტრაცია, რომ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ყველა ის ღირსშესანიშნავი თარიღი. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ხალხი, რომელიც ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღს 26 მაისს, არიან ისეთივე სოციალ-დემოკრატები, ისეთივე ლენინელები, როგორიც იყო მათი ნოე ჟორდანია, რომელიც ლენინს ტელეგრამაზე უგზავნიდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და როგორ ულოცავდა საქართველოს გაწითლებას. და თქვენს ასევე სადგზავნით ტელეგრამებს ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ იმ ტელეგრამების გაგზავნისას გაითვალისწინეთ თქვენი ორი ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია, რომელსაც ეხლავე წაგიკითხავთ ერთსაც და მეორესაც და თქვენ თუ გააქვთ ამის შემდეგ მორალური, იურიდიული, ზნეობრივი, მოქალაქეობრივი უფლება, რომ აქ წეროთ ერთი და აკეთოთ სხვა, ეს ცნობილია საერთოდ თქვენის მხრიდან, რომ ამბობთ ერთს და აკეთებთ მეორეს, ეს ფაქტის სახეზეა, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან თუ დაუკვირდებით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მე თქვენ უნდა შეგახსენოთ თქვენივე ნაქურდალი, ასე ვიტყვი, მიტაცებული ის დამოუკიდებლობის თარიღი და ის რეფერენდუმის თარიღი, რომელიც საქართველოში ჩატარდა და აქედან გამომდინარე მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ, რომელიც ებრძვით 9 აპრილს და კატეგორიულად არ გინდათ აღიაროთ, ვინაიდან იმ პერიოდში საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება იყო და დღესაც განაგრძობს ლეგიტიმური ხელისუფლება არა ჩირგვებში და ბუჩქებში არსებობს, არამედ ის ატარებს სესიებს და მოღვაწეობს ისე, როგორც ეკადრება დევნილობაში მყოფ კანონიერ უზენაეს საბჭოს და მთავრობას. აქედან გამომდინარე, ნება მიბოძეთ, მე გაგაცნოთ პლაგიატებისა და საქართველოს მტრების მიერ უარყოფილი, მაგრამ დოკუმენტურად კი დასაბუთებული ის, რაც მათ ისტორიის ველიდან ვერსად ვერ გაიყვანს. კერძოდ, მუხლი პირველი ეს თქვენი კონსტიტუცია და კერძოდ 2004 წლის
გაგაცნობთ ამას, რადგან შეხსენება კი არ გჭირდებათ, მე მგონი წაკითხულიც არა გაქვთ და მოდით წაგიკითხავთ და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ არც ერთ რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიგიღიათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმა არ მიგიციათ, იმიტომ რომ თქვენ აშკარად იბრძოდით საქართველოში საოკუპაციო რეჟიმისათვის და თქვენს მიერ საქართველოში მოწვეული ყველა ის ძალები რუსეთის, უკრაინის და რუსეთის ამიერკავკასიის სამხრეთ ოლქი ამავდროულად მთელი ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული თავდაცვის სამინისტრო რომ მთლიანად მუშაობდა საქართველოს ოკუპაცია ანექსიაზე და მის დაპყრობაზე აქ უკვე მე გადაცემებში მრავალგზის მოვიხსენიე დოკუმენტურად არა ჩემი მონათხრობი არის ეს, არამედ მათ მიერვე აღიარებული ის საშინელებანი, რომელსაც ისინი ღებულობდნენ რუსეთის დახმარებით და მე ერთი შეკითვითაც შემოვალ თქვენთან. რუსეთი მაშინ კარგი იყო, როდესაც ამხობდით ზვიად გამსახურდიას და ეხლა გაემიჯნეთ, რასაკვირველია არ გამიჯნიხართ მას. ეს არის თამაში, ამ თამაშში ძალიან ცუდ თამაში ჩაერთეთ თქვენ, იმიტომ რომ ორმაგი თამაში გაქვთ, ერთი გაქვთ ევროატლანტიკურ ალიანსთან და მეორე გაქვთ რუსეთთან, მაგრამ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ მოვტყუდებით და არც იმით არ მოვიტყუებთ თავს, რომ ყავთ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც არის მომხრე რუსეთისა და რომელიც არის მომხრე ამერიკის შეერთებული შტატები, უნდა იცოდეთ ყველამ. უკაცრავად ამერიკის ევროატლანტიკური ალიანსი არაჩვეულებრივ ურთიერთობაშია რუსეთთან. ასე რომ თქვენ არავითარი იურიდიული უფლება არ გაქვთ, რომ წახვიდეთ ან ერთის ან მეორის წინააღმდეგ. თქვენ ორივესთან უნდა იყოთ ერთთან შეფარულად თვითონ ცუდი დამოკიდებულება გაქვთ, იმიტომ რომ თქვენივე ჩადენილი ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება საქართველოს ტერიტორიების გასხვისება დააბრალოთ იმას, რომ თითქოს თქვენ დაუპირისპირდით რუსეთს. არავითარი ვიცით დაპირისპირებულ ადამიანს და მისთვის მე ვიტყოდი თუ შენ პატივს არსემ და შენთვის ის არ არსებობს, არაფერს არ ჩუქნიან. და არც ისინი ეხმარებიან სხვათა შორის საოკუპაციო რეჟიმს არც ისინი ეხმარებიან რომ მოახდინონ შემდეგ საქართველოს ოკუპაცია ანექსია და დაამხონ კანონიერი ხელისუფლება ასე რომ თქვენი გარიგება ძალაში იყო და დარჩება მანამ სანამ კანონიერი ხელისუფლება არ აღდება და არ გამოაცხადებს კანონიერი ხელისუფლება თავისი ტერიტორიების დაბრუნების საკითხს და ეს მოხდება მალე თქვენ არასოდეს არ დაიბრუნებთ ტერიტორიებს იმიტომ რომ რასაც აბარებთ იმას არასოდეს არ ითხოვთ ეს არის სანაცვლო თქვენი სავარძლების განმტკიცებისათვის. მოდით ახლა წაგიკითხოთ თქვენი შედგენილი ეგრეთ წოდებული კონსტიტუციის თავი პირველი ზოგადი დებულებები მუხლი პირველი. საქართველო არის დამოუკიდებელი ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური წყობის ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ერთი მაინტერესებს ეს ჩემი დაწერილია თუ თქვენი დაწერილია ეს ერთი და ეხლა მეორეს წაგიკითხავთ როგორ ზუსტად გაქვთ გადაწერილი გადაბეჭდილი უფრო სწორად მაგრამ რატომ ღალატობთ ამას ყოველივეს და რეფერენდუმიც კარგად გამოიყენეთ და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის კარგად ჩართეთ მაგრამ მე თქვენ გეკითხებით მაშინ რატო დათანხმდით 1921 წლის კონსტიტუციას 1921 წელს ხომ რეფერენდუმი არ ჩატარებულა პრეზიდენტის ინსტიტუტი ხომ არ არსებობდა საქართველოს ტერიტორია იყო 1921 წლის თებერვლის თვიდან უკვე დაპყრობილი იყო, მაგრამ მანამდე მოგახსენებთ, რომელი იყავით ამის მონაწილე და რომელმა მოისურვეთ, რომ თუ 1921 წლის კონსტიტუციის მიმდევრები ხართ, მაშინ თავი დაანებეთ აი ამ ნაწილს, აი ამ პირველ თავს, პირველ მუხლს თავი დაანებეთ, მოეშვით და ამოიღეთ ის მუხლი და იქ რაც წერია აფხაზეთთან მიმართებაში, შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე.
თავი პირველი ზოგადი დებულება. ეს გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და აჭარის და კანონები და რაღაც სტატუსები რესპუბლიკის სტატუსებთან დაკავშირებით 2008 წლის. ნახოთ ერთ-ერთზე პირდაპირ მე შემიძლია შედარებისთვის ხომ იბეჭდება იწერება აქ არანაირი განსხვავება არ არის თვითონ სასვენი ნიშანიც კი არ არის ჩამატებული არამც თუ საერთოდ ტექსტუალურად რაღაც შეცვლილი იყოს საქართველოს მუხლი პირველი საქართველოს არის დამოუკიდებელი ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. ეხლა ამიხსენით, რას ვისატყუებთ, რას თამაშობთ, ძალიან ცუდ თამაშს თამაშობთ, იმიტომ რომ ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციის ხელყოფასა აქვს ადგილი აქ. და დამოუკიდებლობის ხელყოფასა აქვს ადგილი და თქვენ რა ვისედავებით თამაში რომ ხელყოფილი იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა ოკუპაციითა და ანექსიით არა თქვენს მიერ იქნა ჩაბარებული და ამაზე ლაპარაკი ზედმეტია და ესენი კი ან დაწვით და ან კიდევ გადააკეთეთ და გაასწორეთ თქვენი დღე თუ 26 მაისია იყოს 26 მაისი ჩვენ არ დაგვიგმია 26 მაისი მაგრამ კონსტიტუციურად ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის 1900 ხდება 1991 წლის 9 აპრილიდან ნება იბოძეთ და რაც აგიწერიათ ის გამოიტანეთ ბანერებზე და ის გამოიტანეთ სატელევიზიო ეგრეთ წოდებულ მისალოც მოსახლეობისადმი მისალოც ლოზუნგებში რომელთაც საქართველოს მოსახლეობა მაშინ გახსენდებათ როდესაც თურმე მისალოცია დამოუკიდებლობის დღე და დამოუკიდებელი თუ არის საქართველოს მოქალაქე აი ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ მე თქვენ მოგახსენეთ რომ 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოში ერთადერთი პირველად დემოკრატიული არჩევნები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე პიროვნები მოქალაქის ასარჩევად. ამ არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა მეხავე მოგახსენებთ პიროვნებები მაგრამ მე მთლიანად წაგიკითხავთ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1991 წლის 3 ივნისის სხდომის ოქმს. კომისიამ შეაჯამა 1991 წლის 26 მაისს ჩატარებული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები. ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე centraluri საარჩევნო კომისიამ დაადგინა პირველი საქართველოს რესპუბლიკაში ამორჩეულთა საერთო რაოდენობა 3,604,810. არჩევნების მონაწილეთა რიცხვი 2,978,247. კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი 2,978,945. ბათილად ცნობილი ბიულეტენების რიცხვი 39,918. მეორე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა ბატონი ზვიად გამსახურდია 2,560,362 ბატონი ირაკლი შენგელაია 26,886 ბატონი ჯემალ მიქელაძე 51,717 ვალერია ნადვაძე 240,253 თამას კვაჭანტირაძე 8,553 ნოდარ ნაცაძე 36,266 მესამე ბჭყალები გახსნილია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ ბჭყალები დახურულია საქართველოს რესპუბლიკის კანონის 25 მუხლის თანახმად ani საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად იქნა ცნობილი განი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბატონი ზვიად გამსახურდია
დაბადებული 1929 წელს ფილოლოგი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საარჩევნო ბლოკი მრავალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს სპიკერი საქართველოს ჰელსინკის კავშირისა და წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე რომელიც ადგენილი იყო საარჩევნო ბლოკის მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს მიერ კომისიის თავმჯდომარე არჩილ ჭირაქაძე თავმჯდომარის მოადგილე ხმალაძე მდივანი მესხი კომისიის წევრები თურქაძე ბურჯანაძე თურქია კიკნაძე ერთი თუ კიკნაძეა მეორე ენ კიკნაძე კოპაძე მენაბდე ზედგენიძე ჟღენტი კილაძე ალექსანდრე ჟღენტი არ გეკონოთ ვინმე თუ ჟღენტია დ კილაძე ლაზარიაშვილი სახოკია სხირტლაძე სულიკაშვილი ჩუბინაშვილი ჭელიძე ჯანდიერი ჯაფარიძე ზესაშვილი ელიავა გველესიანი 21 კაცი აწერს კომისიის წევრებიდან არიან 21 კაცი. ეხლა მე უნდა გაგაცნოთ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც უკვე აქვეყნებს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით. იმ ღირსშესანიშნავ თარიღთან ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტია. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა. ამას საერთოდ გადავდებთ გვერდზე. მე წაგიკითხავთ ზვიად გამსახურდიას დადგენილება საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა და მისი ბიოგრაფიული მონაცემები ვინაიდან ის ძალიან შეკვეცილი იყო, აქა ძალიან შეკვეცილია, მაგრამ მაინც საჭიროა. ზვიად კონსტანტინეს გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, იგი ქართველი მწერლობის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას შვილია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს ქართული კულტურის, რუსთველოლოგიის, თეოლოგიის, ანთროპოლოგიის, საზღვარგარეთული მწერლობისა და მითოლოგიის საკითხებს. იგი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, მრავალი მონოგრაფიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ზვიად გამსახურდია ცნობილია როგორც პოეტი და ესეისტი, გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და იგავარაკების კრებულები, ავტორია მრავალმხრივი ლიტერატურათმცოდნეობის ნარკვევებისა, მის მასწავლებლის ამერიკელ, ინგლისელ და ფრანგულ მწერალთა ნაწარმოებების მაღალმხატვრული თარგმანების საზოგადოებრივი პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო 50-იან წლებში, რისთვისაც ჯერ კიდევ 17 წლის ახალგაზრდა დააპატიმრეს, მიუხედავად იმისა 70-იან და 80-იან წლებში ინტენსიურად განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. იგი საქართველოს პირველი თვითგამოცემათა ჟურნალების რედაქტორი გამომცემელია. 70-იან წლებში გამოსულმა არაოფიციალურმა ჟურნალებმა ოქროს საწვისი საქართველოს მოამბე საქართველო მატიანი და სხვებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებაში. ზვიად გამსახურდია საქართველოს ჰელსინკის კავშირის დამფუძნებელი და უცვლელი თავმჯდომარე 1999 წელს აირჩიეს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარედ. არის ყველა საპროტესტო აქციისა და გამოსვლების ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური წარმომადგენელი. 1977-79 წლებში ზვიად გამსახურდია რეპრესირებული იყო პოლიტიკური მოღვაწეობისათვის სასჯელს იხდიდა თბილისის, მოსკოვის და საპატიმროებში და გადასახლებული იყო კასპიისპირეთში. 1990 წლის ნოემბერში ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს გახლავთ ზვიად გამსახურდიას მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა პრესაში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ეხლა მე დიდი პატივითა და დიდი სიყვარულით მინდა გაგაცნოთ ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმის, ქრისტეს მიერი ძმის, ამავდროულად საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიოგრაფია, ვინაიდან მერაბ კოსტავა დაბადებული გახლავთ 1939 წლის 26 მაისს. მოდით ამას წარუმძღვარად მერაბის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა 1989 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით. ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო. ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ
არსებობს. ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის. მერაბ კოსტავა 1989 წლის 31 მარტი მერაბ კოსტავა კიდე. აქედან გამომდინარე თავისთავად პატნერთის სტროფი არის სამძღარებული ზვიად გამსახურდიას მიერ მერაბ კოსტავა, სადმე გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი, შემოსასურდა თელვარე ჭაღის, მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი, კთავნი, რაინდი, მწუნვარი მწუხარე სახის. ზვიად გამსახურდია წამებულს მისადმი მერაბ კოსტავას უწნის ამას. მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა. საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა ქალაქ თბილისში 1939 წლის 26 მაისს. ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის ვლადიმერ დემურიას ოჯახში. მისი მშობლები ივანე ქრისტეფორეზე კოსტავა და ოლღა ვლადიმერისასული დემურია. განათლებული, კულტურული, მოსიყვარულე და მხურვალე მზრუნველი მშობლები იყვნენ. მერაბის პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასთან და მშობლებთან ერთად დიდი როლი ითამაშა მისმა ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ. გრიშა კოსტავას ეძახდნენ ასე გრიგოლ კოსტავა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ. 1946 წელს იგი შეჰყავთ თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, სადაც ნიჭიერებისა და სიბეჭდის გამოირჩევა. აქვე ეყრება საფუძველი ზვიად გამსახურდიასთან მის მეგობრობას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ჭალები გახსნილია სკოლაში, რაც წერს ზვიად გამსახურდია. სკოლაში ყველაზე კარგად შევეწყვე მერაბ კოსტავას, რომელიც ძალიან მოსწონდა მამას. ჭალები დახურულია იხსენებს ზვიადი. ისინი ძალიან ადრე გამოვიდნენ ბავშვობის ასაკიდან. იკრიბებოდნენ კოლხურ კოშკსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე. 13 წლის ასაკში იწყებენ სამშობლოზე ფიქრს და გამოსავლის ძიებას. ისინი ქმნიან ესე იგი რომელთა სულიერი მოძღვარი კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ. ისინი ქმნიან მოზრდილთა პირველ პატრიოტულ ორგანიზაციას გორგასტიანს, მეფე ვახტანგ გორგასტიანის საპატივცემლოდ. ამ ორგანიზაციაში ერთიანდება 9 ახალგაზრდა, რომლებიც დებენ ფიცის ტექსტს, ადგენენ ფიცის ტექსტს, თუ როგორ შეძლეს ფიცის აღსრულება, ცხოვრებამ თავად გვაჩვენა. ისინი უღრმავდებიან ცხოვრებას, სწავლობენ ისტორიას, პოეზიას, რელიგიას, გიგანტური ამაღელვებელი ხასიათის გმირები ქართული ეპოსისა და ლიტერატურის ამირანი, პრომეთე, წმინდა გიორგი დავით აღმაშენებელი, თამარი რუსთაველი, პოეტი მეფე, პოეტი მეომრები, ფილოსოფოსი, შემოქმედი უდიდესი მისტერიების გამხსნელი ივანე ზოსიმე, მისი ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი, აგიოგრაფიული ლიტერატურა, ჩვენი ძეგლები, ტაძრები, წარსული და აწმყო ყოველივე ილექება მეხსიერებაში, მისწრაფებანი ფორმირდება, გემოვნება, იხვეწება. 1946 წლის 9 მარტს თბილისში აღნიშნავენ სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავს. ახალგაზრდები ქუჩაში გამოდიან, ზვიადი და მერაბი 17 წლისანი არიან, ხალხი ნაკადად მიემართება, ტრანსპარანტებით გაუმარჯოს ლენინს და სტალინს, ახალგაზრდა ჭაბუკები კი ფიქრობენ როგორ აღმოფრან მომაკვდინებელი იდეები და მიცვალებულთა სიმბოლოები, რათა არსებულ აქციას ეროვნული ხასიათი მიეცეს. რუსთაველის პროსპექტი გავსებულია ხალხით, ტელეგრაფის შენობა ალყაშია, რომლის სახურავიდანაც გაუფრთხილებლად იცლება ტყიან ფრქვევის ჯერი და იცელება პირველი რიგები. ადამიანთა გარკვეული მასა წუთით იბნევა, შემდეგ დროშების, ჭალებში ბელადების პორტრეტებსა და ცრულ ლოზუნგების ფეხებით ტკეპნა იწყება ყველას თვალწინ. სტალინისტური საქართველო იქცევა ანტისტალინისტურ, ანტისაბჭოთა საქართველოდ. ხალხი უეცრად გამოდის შოკიდან, ხვდებიან რომ ყოველივეს მიზეზი სტალინია. აღარ ამიყვირის ლენინ, სტალინ, ყველა ერთბაშად იძახეს ძირს კომუნისტები, ძირს წითელი ჯალათები, მათ რომ ხომ სტალინის წითელმა არმიამ ესროლა. ხალხის თვალწინ ხდებოდა წითელი დროშებისა და ბრჭყალებში ბელადების პორტრეტების განადგურება. საქართველოში დატრიალებული ტრაგედიისათვის არც ხრუშჩოვს, მჟავანაძეს, მარშალ ჟუკოვის, თბილისის კომენდანტ გლატკოვის არავის პასუხი არ მოუთხოვია. 1989 წლის 9 აპრილის მსგავსას საქართველოსათვის ციფრი 9 ტრაგიკულია და საკრალურიცაა. საქართველოს შეძრა ტრაგედია, მიცვალებულებს ასაფლავებდნენ ღამით, საიდუმლოდ, ბევრი დაიკრძალა წარწერისა და საფლავის ქვის გარეშე. ხელისუფლება კატეგორიულად ასაიდუმლოებდა დაღუპულთა რიცხვს, რამდენი იყო ასობით, ათასობით, ჩვენთვის ყოველივე უცნობია, რაც უშიშროების კომიტეტის საიდუმლო არქივში ინახება. გორგასლიანებით ბურუსით მოცული ნახევრად ბავშვი მისწრაფებანი გამოიკვეთა
ამ აქციის შემდეგ ისინი მე-11 კლასის მოსწავლეები არიან იმ პერიოდში. მსოფლიოს შეძლო უნგრეთში მომხდარმა მოვლენებმა, საბჭოთა არმიის მცხოველურმა ქმედება, რითაც ჩახშობილ იქნა უნგრელი ხალხის მისწრაფება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. გორგასლიანების მიერ შედგენილი იქნა პროკლამაციის ტექსტი, დაიბეჭდა და გავრცელდა თბილისის ქუჩებში. ერთ-ერთი ჭყალებში თანამებრძოლის დამსახურებით დასმენილი იქნენ აქციის მონაწილენი და აღიძა მათზე საქმე 9 მოსწავლეზე, ნომერი 4612, რომელიც 6 ტომს შეადგენდა. ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა მონადირის საკეცი დანა, საერთო რეული, რომელიც 20 გვერდზე დაფიქსირებულია ჩანაწირები, ორგანიზაციის წესდება. დაბეჭდილია ლექსი ჯარისკაცების ზონწებში, ჭალებში. საქმე მოიცავს მოწმეთა ჩვენებებს, დაკითხვის ოქმებს, ანკეტებს, ხელის ანაბეჭდებს, ფოტოსურათებს, აბჯრის მანქანას, სოფონას, ზედაბეჭდილი ტექსტის მიმართვას და ჭალები გახსნილია თავაზობთ იმ ტექსტის მთლიანობაში. ქართველებო, ხომ არ დაგავიწყდათ 9 მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი 24 და 37 ქართული ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები, რომლის უნდა გქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახილქვეშ, ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევერცვინოთ თავი. დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება, და შევუერთდეს ერთი დროშის ქვეშ ჩვენი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მიმოიხედეთ ირგვლივ მსოფლიო ბობოქრობს განკითხვის დღე მზადდება კრემლის ჯალათებისათვის თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლი სამართალს ითხოვს, მათი აღსასრული მოახლოებულია. ქართველებო, სხვა არავინ არის ჩვენი მშველელი. ჩვენი საკუთარი თავის გარდა ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას, ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს და ყველა დამონებული ერისთვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა. ხელების შორს უნგრეთისაგან ძირს ჩვენი ხალხის სისხლში გასული ოკუპანტები და მათი სამხედრო ხრობა, ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს. ასე ჩაეყარა საფუძველი პირველ პატიმრობას, რომელიც აღიძრა 1956 წლის 14 დეკემბერს. დაპატიმრებამდე სუკი ცდილობდა ორგანიზაციის წევრებს გასწორებოდნენ ფარული მეთოდებით. მათ წინააღმდეგ მუშაობდა ტერორისტული ჯგუფის სუკის მერვე პოლკიდან. გადაცმული სამოქალაქო ფორმებში იწვევდნენ პროვოკაციაზე, ეწეოდნენ ჩხუბის პროვოცირებას. მძიმედ დაჭრეს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გაზეთ კომუნისტში დაიბეჭდა ფელეტონი სარეველა ჭალებში, რომლის ავტორები იყვნენ თოდუა და შუბითიძე, გიორგაძის ფსევდონიმით. სადაც ახალგაზრდები დახასიათებულნი ყავდათ როგორც ხულიგნები ჭალებში, ასევე ფელეტონში გაკვეთ იყო ნათქვამი მათ პოლიტიკურ საქმიანობაზე და არა დაპატიმრების ძირითად მიზეზებზე. ფელეტონი მთავრდებოდა სიტყვებით: ჭალები გახსნილია. ხულიგნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, ჭალები დახურულია. და მართლაც იწვოდა უკანონობისა და ცილისწამებით სგამო. ყველა პატიმარი მოთავსებული იქნა ბერია რუხაძის დოინდელ ერთადგილიან საკნებში. 1957 სხვათა შორის ბერია რუხაძის ერთადგილიანი საკნები დღესაც ზალაშია და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სრულად საქართველოს მასშტაბით. 1957 წლის 5 აპრილის საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა პირობითი სასჯელი 3-დან 5 წლამდე. პატიმრები ჭალებში გაანთავისუფლეს, მათი დაპატიმრება დაემთხვა კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენის გამოცემას საფრანგეთში, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა მწერალს. ფანგი მწერლების მიერ აღიძრა შუამდგომლობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების მიმართ, რამაც იძულებული გახადა არსებული ხელისუფლება დათმობაზე წასული იყო. 1958 წელს მერაბ კოსტავა ამთავრებს აწლს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოსდებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პერიოდში მუშაობს რუსთავისა და თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში, მერვე სამუსიკო სკოლაში, მუსიკის ისტორიის პედაგოგად. 1967 წელს იწყებს მუშაობას რედაქტორად ჟურნალ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში. ამ პერიოდში როგორც ნიჭიერი მუსიკათმცოდნე და თეატრალური კრიტიკოსი აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე. 60-იანი წლებიდან ზვიადი და მერაბი დარწმუნდნენ, რომ იმ დროინდელ საქართველოში პოლიტიკური იატაკქვეშა მოღვაწეობა
პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, სუკმა მოახდინა საზოგადოებისაგან მათი იზოლირება, იმყოფებოდნენ რა მუდმივი მეთვალყურეებისა და ზეწოლის ქვეშ, ტერორიზებული საზოგადოება კარგავდა ინტერესს ოპოზიციური პოლიტიკური მოღვაწეობისადმი, ახალგაზრდები არაფერზე არ ფიქრობდნენ გართობის გარდა, კომკავშირი აცდუნებდა ახალგაზრდებს, თავაზობდა თანამდებობებს, უზრუნველყოფდა ცხოვრებას, უცხოეთის საგზურებს, იზრდებოდა დანაშაული, სუკი არადუნებდა ყურადღებას გორგასლიანის ჯგუფის წევრებისადმი, ჯერ კიდევ სტუდენტებს, მერაბსა და ზვიათს შეუქმნეს საქმე ხულიგნობის მოხდით, რათა მოსახლეობაში დამოუკიდებინათ მათი უარყოფითი დამოკიდებულება. ამ პერიოდიდან მერაბი და ზვიადი უკავშირდებიან რუსეთის დისიდენტურ წრეებს, მოსკოვისა და ლენინგრადის თვითგამოცემებს, 1072 წლიდან ისინი განაგრძობენ ურთიერთობას სამართალდამცავებთან, აკადემიკოს სახაროვთან, შაფარევიშთან, ჭალიძესთან, კოვალოვთან, გიზბურგთან, ლავუთთან, გასწევთან, წერდოხლებოვთან, ბორისოვთან და სხვა. ყველას ვერ ჩამოვთვლით, ამ დროს საქართველოში ზვიადისა და მერაბის მიერ იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ინარჩუნებს საჰაერო ხიდს თბილისსა და მოსკოვს შორის. თბილისში იბეჭდება და ვრცელდება თვითგამოცემული ლიტერატურა, განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია სოლჟენიცინის გულაგის არქიპელაგი ლოდებს ქვემოდან მიმდინარე ამბების ქრონიკა, მშვიდობა და ძალადობა, სახაროვის ბრძოლა მშვიდობისათვის ქვეყნისა და მსოფლიოსადმი, ანდრეი ამელრიკის იარსებების თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე და სხვა. 1974 წელი განსაკუთრებულია სოლჟენიცინის შემოქმედებაში. ამ წელს დასავლეთის სახელმწიფოებში დაიბეჭდა სოლჟენიცინის გულაგის არქიპელაგი. საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობა იმდენად აღაშფოთა ამ წიგნის გამოცემამ, რომ ავტორი გაძევებული იქნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან. მერაბმა და ზვიადმა იტვირთეს უმძიმესი და საშიში მისია, გადაწყვიტეს იმ წიგნის გამოცემა და გამრავლება, რომელთაცვისაც ავტორი დასაჯეს. საგამომცემლო სამუშაოები ტარდებოდა კოლხურ კოშკსა და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩაზე. ზვიად გამსახურდია და მერაბ კუსტავა საბრალდებო დასკვეთაში ვკითხულობ. ჭარები გახსნილია. გამსახურდია მიზნად დაისახა მასიური გავრცელება ანტისაბჭოთა ლიტერატურისა. 1974 წლიდან იგი აქტიურად შეუდგა პოლიგრაფიული და საბეჭდი მოწყობილობებით სპეციალისტების მიზიდვას, რომელთაც დიდი ფულადი ანაზღაურება ჰქონდათ. შემდეგ დაიწყო მასიური ტირაჟით გამოცემა ჟურნალებისა, ოქროს საწმისი 4 ნომერი, საქართველოს მოამბე 2 ნომერი, რის გამოც უშიშროების კომიტეტი საფუძველს უყრის საქმეს ნომერ 131-ს, რომელიც აღიზარდა 1977 წლის 7 აპრილს. 1976 წელს მოსკოვში აკადემიკოს ორლოვის მიერ შეიქმნა ჰელსინკის ხელშეკრულებათა საშემსრულებლო ჯგუფი, ანალოგიური ჯგუფი შეიქმნა საქართველოში, რომლის მოღვაწეობის ძირითადი მიზანი გახლდათ ინფორმაციის შეგროვება და სტატიების გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეროვნების, რელიგიის, ზელქთა დაცვის, პატიმრების უფლებებისა და სხვა სფეროში იწერებოდა საპროტესტო წერილები, კოლექტიური განცხადებები. 1975-76 წლებში გამოცემული ჟურნალები ოქროს საწმისი, საქართველოს მოამბე იქცა სუკის მთავარ სამიზნედ. ჟურნალი ოქროს საწმისი გახლდათ ლიტერატურული ჟურნალი, სადაც იბეჭდებოდა ცენზურის მიერ აკრძალული ნაწარმოებები, იმ მწერლებისა და პოეტების შემოქმედება, რომელთა უმრავლესობა შიმშილითა და უსახსრობით გარდაიცვალა. ასევე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ლექსები, წერილები, რომელთა დაბეჭდა საბჭოთა პრესაში ავტორების ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო აკრძალული იყო. ჩხილები გახსნილი ავტორები ზოგჯერ იბეჭდებოდნენ ფსევდონიმით, თავად ოქროს საწმისსა და საქართველოს მოამბეში იგულისხმება აქ. რჩელი დახურულია ჟურნალის საქართველოს მოამბე პოლიტიკური ხასიათისა იყო. ჟურნალის სარედაქციო ანოტაცია გვამსწრობს, ჭალები გახსნილი საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისათვის დამახასიათებელია ხელისუფლებისათვის არასახერბიელო ინფორმაციის დაფარვა. ყველა სფეროში, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჟურნალი საქართველოს მოამბე მიზნად ისახავს მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას ინფორმაცია ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ პრობლემებზე, ასევე საერთო მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია საბჭოთა კავშირში. მოამბის პირველი ნომერი იწყებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციით, რომელზეც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოაწერა ხელი. საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხი ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რუსიფიკაციის მცდელობის შესახებ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა, კულტურის ძეგლების დაცვა საქართველოში, პოლიტპატიმრების წამება საქართველოს ციხეებში, რომელიც ეხებოდა შევარდნაძის მიერ საქართველოში პირველი საწამებელი კორპუსის შექმნას, ხანძრები და დივერსიები საქართველოში საპატრიარქოს გაძარცვა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაშინდელი ცეკას წევრები, თანამდებობის პირები, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და სასულიერო პირები. ყველა წუთი ისტორიული მნიშვნელობისა იყო, ეკლესიიდან გადიოდა ჩვენი ერის საგანძური.
მომდევნო ნომერში მხილებული იქნენ სუკის ზოგიერთი აგენტები წითელი ინტელიგენციიდან, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია პრესაში გამოქვეყნებული სტატიებში, დაუფარავად თითხოვდნენ მერაბისა და ზვიადის დაპატიმრებას. ფრჩილები გახსნილია რისმა გორდეზიანი, ვენორი ქვაჩახია, აკაკი სულგულაძე, გიორგი ხავთასი და სხვები. ფრჩილები დახურულია 1977 წლის 23 მარტიდან სეტყვასავით წამოვიდა ბრალდებები მერაბსა და ზვიადის წინააღმდეგ, მოღალატე იმპერიალისტის აგენტი, ხულიგანი, მომხვეჭელი, მოღალატე ფარისეველი, ერთ-ერთი ციტატა გახლდათ მოღალატენი, სხვაგარად შემდგომ გაშლილი არის ეს ბრჭყალებში. სხვაგარად ვერ უწოდებ ამ ერთ მუჭა ხალხს, ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით, რომლებიც ცდილობენ შელახონ ყოველივე სისხლითა და დაკოჟილი ხელებით მოპოვებული სადასასწაულო მარშის დროს თქვენ არ გაქვთ უფლება მხარში ამოუდგეთ იმ ხალხს, რომელთა წინააღმდეგ გამოდიხართ, ბრჭყალები დახურულია. ასევე შეახსენეს ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევის სიტყვები. ბრჭყალები გახსნილია სოციალიზმის მოწინააღმდეგების, იმპერიალიზმის აგენტების მიმართ ჩვენ ვღებულობთ და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. ბრჭყალები დახურულია. აშკარა იყო მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია კრემლიდან მიღებული მითითებით ცხოვრებაში გატარება. 1977 წლის 1 აპრილს ჩატარდა სასამართლო პროცესი მწერალთა კავშირი. თქვენ ამას უკვე მოგხსენდათ. შემდეგ უკვე დადგა სასურველი დღე ყველასათვის, კომუნისტებისათვის და ცეკას პირველი მდივნისა და ასევე სუკის თავმჯდომარისა და მისი თანამშრომლებისთვის 1977 წლის 7 აპრილი ამოძრავდა სუკის უზარმაზარი მანქანა, გათიშეს მერაბისა და ჩვენი სატელეფონო ხაზი. ოპერაციის გასაიდუმლოების მიზნით მერაბი დააპატიმრეს ბინაში, ჯავახიშვილის ქუჩა პირველ ნომერში, ხოლო ზვიადი ლიტერატურის ინსტიტუტის შენობასთან. სუკი აფიქსირებდა ყველა მომსვლელს, ჩხრეკის დროს გაჰქონდათ ყველაფერი ყოველგვარი აღწერის გარეშე. და სხვათა შორის ჩხრეკის ოფი არ წარმოუდგენიათ, ისინი შემოიჭრენ ისე მერაბთანაც და ჩვენთანაც ისე შემოიჭრენ, რომ მაშინ იყო თალაკვაძე პროკურორი და მისი ხელმოწერილი არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, პირდაპირ ძალადობით შემოჭრილი ოჯახ ბინებში. ზვიადი და მერაბი დააპატიმრეს 71 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც თვალისწინებდა ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდას, საქმე შეადგენდა 56 ტომს, სუკის შეფსა და საქართველოს ცეკას დიმასურვილი ჰქონდა 71 მუხლის 64 მუხლით შეეცვალა, რომელიც არის სამშობლოს ღალატის მუხლი გახლავთ. შევარდნაძე არიშურებდა დროსა და ენერგიას, დადიოდა სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებებში, რათა შეექმნა საზოგადოებრივი აზრი. მისი მიზანი და ოცნება იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ფიზიკური ლიკვიდაცია კანონით. მერაბისა და ზვიადის საქმის გამოძიებას აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებიდან საგანგებოდ მოწვეული გამოძიებლები და სპეციალისტები. აწარმოებდნენ მოწმეთა, ნაცნობებისა, რიგითი მოქალაქეების დაკითხვას, აგროვებდნენ მასალებს საქართველოსათვის დაკითხული იქნა ასობით მოწმე. საქართველოში დაკითხული იქნა ასობით მოწმე. ასევე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ფრუნზის მოსახლეობის ნაწილი, რაღაც დაინტერესებული პირები იყვნენ, ომსკელები, დონეცკიდან, ასევე ლენინგრადიდან, მოსკოვიდან და სხვა ქალაქებისგან. იღებდნენ ანაბეჭდებს, ფოტოსურათებს, ჩხეკდნენ დაუსრულებდნენ. პატიმრებზე ხდებოდა უდიდესი ზეწოლა, რის გამოც ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავდნენ. შიმშილობა გრძელდებოდა, თვეობითიება გრძელდებოდა. პატიმრები ჩვენებას არ იძლეოდნენ. საჭირო შეიქმნა უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც საკმაოდ კარგად ჰქონდა ათვისებული საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურს 10 წლების მანძილზე. შეუვალი მეთოდი ძალაში რჩებოდა. მიზანს აღწევდნენ ეს გახდათ ურჩი პოლიტპატიმრების მიმართ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი. მერაბი მოთავსებული იქნა ორთაჭალის ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში, ზვიადი 1977 წლის აგვისტოდან მოათავსეს სერბეთის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1977 წლის აგვისტოში გონოლულუში ჩატარდა ფსიქიატრების საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც უდიდესი ყურადღება დაეთმო საბჭოთა ფსიქიატრიაში გამძვირარებულ მეთოდს ადამიანთა წამების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, რომელიც ერთდროულად დაგმობილი და საბჭოთა კავშირი გარიცხული იქნა მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციიდან. გარდა ამისა, საფრანგეთის ემიგრაციამ ფრანგმა ფსიქიატრებმა მიმართეს საბჭოთა ხელისუფალს დაუყოვნებლივ განეთავისუფლებდნენ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდია. 1977 წლის დეკემბერში საბჭოთა ბრჭყალებში საბჭოთა ფსიქიატრებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ბრჭყალებში ზვიად გამსახურდია ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო, ანალოგიური ბედი ეწვია ასევე მერაბს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბი გაცილებით ადრე გაათავისუფლეს ორთაჭალის ციხის ფსიქიატრიულ
არტილერიული საავადმყოფოდან. ძიება გრძელდებოდა. მერაბსა და ზვიად ბრძალა ედებოდა ანტისაბჭოთა ლიტერატურის გამოცემა და გავრცელება. განსაკუთრებული ყურადღება იყო გადატანილი ქართული თვითგამოცემის რედაქტორზე, სადაც დაიბეჭდა ფრანგი და ნორვეგიული ჟურნალისტების მიერ გავრცელებული სახალხო შრომითი კავშირის ანტისაბჭოთა პროკლამაცია, შალომ აღლაკელიძის მარტიროლოგი, პოსევის ჟურნალ პოსევის მასალები და მთელი რიგი თვითგამოცემებისა. 1977 წლის 7 აპრილიდან დაპატიმრებული იქნა ჰელსინკის სახელშეკრულებათა შემოსრულებელ ჯგუფის 40-მდე წევრი. ამერიკის კონგრესმენებმა პატიმართა ფიზიკური გადარჩენის მიზნით ყველა პატიმარს, მათ შორის ზვიადი და მერაბი წარადგინეს ნობელის პრემიაზე. წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 40 ნობელის პრემიის ლაურეატი, დისიდენტი და მათ შორის 2 საქართველოდან. ეს იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებისადმი უდიდესი დარტყმა, რაც შესანიშნავად მოაგვარეს, რის საფასურად ჩვენთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ანვარ სადათი და მენახემ ბეგინი, ესე იგი რომელთაც ხელი მოაწერეს კემპ დევიდის ხელშეკრულებას. ძიება გრძელდებოდა, გაუნძიებლები დამატებით ვადებს ითხოვდნენ, პატიმრების მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თვეში ერთხელ შეიძლებოდა 5 კილოგრამის ოდენობის ამანათის შეგზავნა, რომელიც პატიმრებამდე არ აღწევდა. მიიღება ჩაბარების აქტზე პატიმრების ხელმოწერა არც ერთხელ არ დაფიქსირებულა. სასამართლო დაინიშნა 1978 წლის 18-19 მაისს, ჩატარდა უზენაეს სასამართლოს შენობაში, სხდომას თავმჯდომარეობდა ავთანდილ კობახიძე, მსაჯულები გრიგოლია ნარიმანიძე, პროკურორი უგულავა, დამცველები ალხაზიშვილი, ნიკოლაიშვილი, რუსთაველი, სვათიშვილი დამცველები არ ყავდათ, ესენი სახაზინო დამცველები იყვნენ. რუსთაველის პროსპექტი შესახვევებითა და ჩიხებით მილიციისა და მერვე პოლკის კორდონებით იყო გადაკეტილი სანაპიროზე. სამხედრო ტექნიკა შეიარაღებული იყო პერსონალით. სასამართლომდე რამოდენიმე საკონტროლო პუნქტი უნდა გაგევლოთ და წარგედგინათ პირადობით დამადასტურებული დოკუმენტები. შენობა მილიციისა და მერვე პოლკის ალყაში იყო, ხოლო ეზო სამხედროებით იყო სავსე. დარბაზი სანდო ხალხით იყო დაკომპლექტებული პრესის მუშაკებით. რაიკომის ცენტრალური კომიტეტის, თბილისის კომიტეტის, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის, აღმასკომის თანამშრომლებით, აქტივისტი, პედაგოგებითა და პარტიული ბჭყალებში შრომის გმირებით. დარბაზი გამოხატავდა ქართველი ერის ნებას ბჭყალებში. ზვიადმა სასამართლოზე განაცხადა, მე არ უარყოფ ბჭყალებში, მე არ უარყოფ ჩემს ძირითად მოთხოვნებს, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ კულტურულ ისტორიულ სფეროს, მოვითხოვ აღდგენილ იქნა საქართველოს ისტორიის სწავლება საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მოვითხოვ საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვა სახელმწიფო დონეზე, მოვითხოვ საქართველოს ეკლესიის გაწმენდა სუკის აგენტებისა და ანაფორიანი დამნაშავეებისაგან. ზვიადმა მოინანია კერძოდ მარტილოროლოგი გენერალ შალომ აღლაკელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სახალხო შრომითი კავშირისა და პოსევის მასალები, რომლებიც მოუწოდებდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ. მერაბს არ მოუნანიებია, რაზედაც ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები. სასამართლომ ორივეს გამოუტანა განაჩენის 3 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და 2 წელი გადასახლება. მის შედეგად მერაბი და ზვიადი ერთ საკანში მოათავსეს. სუკის თანამშრომლებს ეოცნებობოდათ ერთად მყოფ შორის იქნებ ბრამი განხეთქილება ჩამოვარდესო, მაგრამ ამაოდ, როგორც შემდგომ აღიარებს, ჭალები გახსნილია. ანალოგიურ შემთხვევას ამ ციხეში ადგილი არ ქონია, ვინც გაგვისამართლებია, ისინი ერთმანეთს მტრად გადაეკიდნენ, სულ ურთიერთის ლანძღვაში იყვნენ. თქვენ კი პოეზიისა და ქართული სიმღერებით ყველა განაცვიფრეთო. აი, ეს არის მეგობრობა და ეს არის თავდადება და ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და არა ურთიერთის ჭამა და მოკლა. აი ახლა რომ მიმდინარეობს და საერთოდ მე გაგრძელდა ასე. უმაღლეს დროში ქრისტეს მიერ ძმები ერთმანეთს დააშორეს. ზვიადი გადაასახლეს ნოღაისტებში დავაკოჩუბეში, რაც შეეხება მერაბს, იგი პერმის პოლიცა პატიმროში გადაიყვანეს კოლონიაში. სასჯელის მოხდის შემდეგ 1980 წლის აპრილში მერაბი გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეთის რაიონის დაბა კვიტოკში. გადასახლების ბოლო თვეებში სუკის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად ხელახლა გაასამართლეს მერაბი და მიუსაჯეს 5 წელი და 1 თვე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ვითომ ესე იგი არაფრით არ უნდათ რომ მერაბ კოსტა ყოფილიყო გასამართლებული და ფაქტობრივად იგი პოლიტპატიმარი იყო, მაგრამ ვითომ მას ისევე როგორც არის აი ახლა და უბრალოდ იგივე ხდება საქართველოში და საერთოდ მე მგონი მთელ საბჭოთა კავშირში თუ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ არა კრიმინალად უნდათ კრიმინალური რაღაც მიუყენეს და ბაიანისტი ნასვამი რასაკურველია ეს ბაიანისტი
წყალებში იყო ისე სინამდვილეში გახდა სუკის თანამშრომელი, რომელმაც პროვოკაცია მოუწყო მერაბს, აქეთ გამოიწვია იგი და ვითომ ბაიანისტის ცემის გამო მერაბ კოსტავას დაუმატეს შემდეგ სასჯელი 5 წელი და 1 თვე. ერთი თვე რაღა იყო ვერ გავიგე. აღნიშნულადაც ქალაქ ანგარსკში იხდიდა მერაბი კოლონიის სხვა პატიმრებთანისაგან განსხვავებით მერაბ შიდა ტერიტორიაზე დამამცირებელ სამუშაოს თავაზობდნენ, რაზეც იგი უარს აცხადებდა. დაუმორჩილებლობის საბაბით მას კიდევ 3 წელი დაუმატეს. ამის გამო 1984 წლის 28 ნოემბერს მერაბი უადო შიმშილობას აცხადებს. შიმშილობის მერვე თვეს წერს პოემას შიმშილობა. პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა წელიწადია თვენახევარი გრძელდება. ამ დროს იგი სულიერი სიძლიერის არნახულ მაგალითს აჩვენებს. მას სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად მეორედ ასახელებენ ნობელის პრემიის კანდიდატად. უდიდესი სამწუხაროდ არ მიუღია. უდიდესი ტანჯა წამებას ვერ დათრგუნავს მერაბის უდიდეს ნებისყოფას. შიმშილობისას მას ატყობინებენ ერთადერთი ვაჟის ახალგაზრდა ნიჭიერი მათემატიკოსისა და პოეტის ირაკლის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ. მერაბის ჯანმრთელობა უკიდურეს მდგომარეობაშია. ზვიადი მიმართავს დასავლეთის სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირება მოახდინონ ადამიანთა უფლებების დარღვევის აშკარა ფაქტზე. ასევე მიმართავს საქართველოს სუკის საგამომძიებლო განყოფილების გამგე ალექსანდრე საშა მირიანაშვილს, რათა მოახსენოს ხელმძღვანელობას, კერძოდ ინაურს, მერაბის მძიმე მდგომარეობის შესახებ, გაითვალისწინონ მისი დედის ოლღა დემურია კოსტავას ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე მძიმე მდგომარეობაშია მერაბ კოსტავა, რომელიც სიმშილობაში იმყოფება. ზვიადი წერილობით მიმართავს მერაბის საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით. მეს ვადამდე განთავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია. მირიანაშვილისაგან ზვიადი შემდეგ პასუხისმგებლობს. ბრჭყალები გახსნილია. ზვიად, ჩემმა ხელმძღვანელობამ ნება დამფრთო მოგახსენოს შემდეგი. სუკი არაფერ შუაშია მერაბის მეორე დაპატიმრებასთან. მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და ამისათვის იხდის სასჯელს. ჩვენ არ შეგვიძლიათ ვიმოქმედოთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომ მერაბ კოსტავას საქართველოში გადმოვიყვანოთ, ხოლო თქვენ რაც შეგეხებათ, გირჩევთ წვიდოთ ურთიერთობა კოსტავასა და მის მსგავსებთან. შეწყვიტოთ თქვენი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებული იქნებით. ბრჭყალები დახურულია. ზვიადი აგრძელებს მერაბის დაცვას. იგი მიმართავს საფრანგეთის კომპარტიის გენერალურ მდივანს ჟორჟ მარშეს. უკანასკნელ ხანებში მსოფლიოს საზოგადოების ჩარევამ იხსნა ბრჭყალები გახსნილია. ზვიადის წერილის ტექსტს გიგითხავთ. უკანასკნელ ხანებში მსოფლიოს საზოგადოების ჩარევამ იხსნა სიცოცხლე ცნობილი სამართალდამცველი ანატოლი შარანსკის. ამჟამად ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ქართველი სამართალდამცველი. მუსიკათმცოდნე მერაბ კოსტავა 44 წლის საქართველოს ჰელსინკის ხელშეკრულებათა საერთაშორისო ჯგუფის წევრი. მას აუკრძალეს დედასთან შეხვედრა, რომელმაც პროტესტის ნიშნად ამას 9 მარტს ქალაქ ანგარსკის კოლონიაში ციმბირში ფრჩხილებში გამოაცხადა შიმშილობა. მას განუვითარდა შეშუპება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია. სულ შეგახსენოთ, რომ თქვენ მოგმართ აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა თხოვნით დაიცვათ მერაბ კოსტავა. ამჯერად მოგმართავთ თხოვნით იხსნათ მერაბ კოსტავას სიცოცხლე და მიმართეთ საბჭოთა ხელმძღვანელობას, რათა დართონ ნება ოჯახთან შეხვედრისა. პატივისცემით მწერალი ზვიად გამსახურდია ჰელსინკის ხელშეკრულებათა საშემსრულებლო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში და ამარხებელი საქართველოში. შემდეგი ესე იგი 1983 წლის მარტი ზვიადის უდიდესი დათარიღებული ამრჩით ესე იგი ზვიადის უდიდესი ძალისხმევა მისი მიმართვებით და განცხადებებით დასავლეთ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებისადმი თავის ნაყოფს იღებს. საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გაათავისუფლოს მერაბ კოსტავა. იგი ჯერ ტაშკენტში მოგვიანებით ქსანში გადაყავთ, ხოლო 1987 წლის 30 აპრილს მერაბ კოსტავას ათავისუფლებენ. პატიმრობიდან გათავისუფლებული მერაბი ინტენსიურად აგრძელებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ახალ ფაზაში შედის. მისმა უდიდესმა ავტორიტეტმა მოაგვარა მთელი რიგი პრობლემების, რაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები პოზიციებს ართმობდნენ. სუკი აგრძელებს სირისწამებისა და ბინძური ჭორების გავრცელებას, უპირისპირებს ერთმანეთს მერაბსა და ზვიადს, რის გამოც მერაბი აკეთებს განცხადებას სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი. სხვათა შორის
ეს განცხადება, რომელსაც ახლა მე გაგაცნობთ, ეს გაგაცანი ზვიადთან ზვიად როდესაც ზვიადის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით. მაგრამ მე ანგარიშვალდებულად ვთვლი, ვინაიდან ეს არის თავად მერაბის ბიოგრაფიის ნაწილი და ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ ურყეობას, მათ ურთიერთობას და მათ თანადგომას ერთ საქმეში საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ეს წერილი მე მოგახსენეთ, რომ და თავად ზვიადის აღნიშნავს და მერაბიც ასევე. ეს წერილი დაიწერა ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის პერიოდში, მაგრამ ზვიად გამსახურდიამ შეგნებულად არ გამოაქვეყნა, ერთის გადასახლებაში იმყოფებოდა და მეორეც, მაგრამ როდესაც შეიძლებოდა მისი გამოქვეყნება მიუხედავად იმისა, რომ მერაბმა ძალიან კარგად იცოდა, რაც მოყვებოდა ამას, ამიტომ იგი ითხოვდა ძალიან აქტიურად, რომ სხვადასხვა გზებით გაევრცელებინათ ეს წერილი, მაგრამ ზვიადი უფრთხილდებოდა მას, ვინაიდან შეიძლებოდა, რომ კიდევ მისთვის სასჯელი დაემატებინათ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში მან ეს ნაბიჯი არ გადადგა, მანამდე სანამ მერაბი გათავისუფლებულ არ იქნა. გაგაცნობთ ახლა მერაბის განცხადებას. მე ახლახან დავისუფლებელი ქართველი სამართალდამცავი მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიას მეგობარი, დაპატიმრებული და გასამართლებული, მასთან ერთად საჭიროდ მივიჩნევ გავაცხადო შემდეგი. ჩემამდე მოაღწიეს ხმება, რომ საზოგადოებაში გავრცელდა ჭორი, თითქოს ზვიად გამსახურდიამ უარყო და მოინანია პატრიოტული და სამართალდამცავი საქმიანობა. თითქოს სუკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ზემოქმედებას, თითქოს იგი გატეხეს ჭყალებში, იგი განუდგა თავის იდეებს და ასე შემდეგ. თავდაპირველად უნდა აღნიშნო, რომ ჩემზე კარგად სიმართლე არავინ უწყის. ამ საქმესთან დაკავშირებით ციხეში ყოფნის პერიოდში თვალყურს ვადევნებდი ჩემს საქმეს ჭყალებში, ასევე ჰქონდა შეხვედრები, ერთობლივი დაკითხვები, პროცესზე ხშირად ხვდებოდი ზვიადს, ვიცი ყველა დეტალი ჩვენი საქმისა, რომელიც შეადგენდა 56 ტოპს და ვიცით, მასთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას. სასამართლოზე ზვიად გამსახურდიას არ დაუგმია და მოუნანიებია თავისი ძირითადი პატრიოტული სამართალდამცავი საქმიანობა, რომელიც თავისი ხასიათით აირეკრებოდა მის სტატიებში საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში, ქართული ენის პრობლემებზე, კულტურის ძეგლებზე, პატიმრების მდგომარეობაზე, ასევე საქართველოს ჰელსინკის კავშირის დოკუმენტები და განცხადებები. უფრო მეტიც, სასამართლოზე ზვიადმა კატეგორიულად განაცხადა დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა ყველა სფეროში. უკაცრავად, სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნო, რომ ნაწილი მისი მოთხოვნებისა შესრულებული იქნა ხელისუფლების მიერ. სასამართლოზე ზვიადმა აღიარა და მოინანია ზოგიერთი მათგანის გამრავლება და გავრცელება, რომელიც მის კალამს არ ეკუთვნოდა. პრესამ საქმე ისე წარმოადგინა, ისე თითქოს ზვიადმა უარყო თავისი ქმედება. სინამდვილეში აღიარა მის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომა. და მან მოინანია არა როგორც სამართალდამცავმა, უკაცრავად, არამედ როგორც გამომცემელმა, რაც შეეხება მის ტაქტიკურ ნაბიჯს, რომელიც ზემოთხსენებული თვითგამოცემის მასალებს ეხება, აუცილებლობით იყო გამოწვეული. აქ მინდა აღვნიშნო ყოველივე ზემოთქმულიდან დაკავშირებით, ჩვენ წინასწარ მოვილაპარაკეთ შეხვედრების დროს, როდესაც საქმეს ვეცნობოდით სასამართლოზე. ჩემი უკომპრომისო პოზიცია ფრჩხილი გახსნილია, მე არ მისვნია თავი დამნაშავედ, დახურული აქვს ფრჩხილი, ხოლო ზვიადის ნაწილობრივ კომპრომისზე წასვლა ჩვენ შორის წინასწარ იყო შეთანხმებული და მიზან მიმართული. უნდა ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ზვიადს გადასახლებაში მყოფს უნდა მიემართა პრეზიდიუმისათვის, რაც აუცილებელი იყო ჩვენი საერთო საქმისათვის, დანარჩენი მოთხოვნების შესრულებისა და პატრიოტული ძალების დარეგულირებისათვის. უნდა აღვნიშნო, რომ ზვიადმა ყველაფერი შეასრულა და განთავისუფლების შემდეგ აგრძელებს სამართალდამცავ საქმიანობას. ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მისი პოზიცია არამც თუ გამართლებულია, არამედ ამ სიტუაციაში ყველაზე აუცილებელია. სურს დავამატო, რომ ძიების პროცესში მას არავინ დაუსახელებია, მისი მიზეზის არავინ დაუბარებიათ და სუქში და არ გაუჩხრეკიათ. ასე რომ მან გაწირა სიცოცხლე სიმართლისათვის, თავისი ერისათვის, მან გაწირა თავმოყარეობა, რომელიც აღემატება პირველ მსხვერპლს. არის ასე ისეთი გარემოებანი, რომელსაც ამჟამად ხალხს ვერ ვანდობ, მაგრამ მომავალში გავრცელდება. მე ვთხოვ საზოგადოებას მოირწმუნებენ დეზინფორმაციას, რომლის გავრცელებას ხელს უწყობს პრესა და ზოგიერთი მოტყუებული დეზინფორმირებული პიროვნება. მერაბ კოსტავა. საქართველოში ეროვნული ძალები
თანდათან ძლიერდება. სტუდენტ ახალგაზრდობაში ეროვნული სული ჩხეებს 1988 წლის 28 თებერვალს გაზეთ კომუნისტში იბეჭდება დემური იოსელიანის პასკვილი შეიცა თავის შენი, რომელიც კომუნისტების დაქირავებული ჟურნალისტის შოული ურცხობით გამოირჩევა. პასკვილი ჟურნალისტური ეთიკისა და ზნეობის ნორმებით სცილდება. იგი ლანძღავს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და მათ ოჯახის წევრებს, მცირეწლოვან ბავშვებსაც კი. დემური იოსელიანის პასკვილს პასუხობს ზვიადის შემდეგი წერილით შეიცან სკამი შენი, ანუ ესეც შენი გარდაქმნა ჭალებში, რომელიც თვითგამოცემის გზით ვრცელდება. პასკვილთან დაკავშირებით მირაბი და ზვიადი მიმართავენ სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს. გაზეთ კომუნისტის რედაქტორისა და დემურ იოსელიანის წინააღმდეგ ცეკას სურვილითა და ბრძანებით საქმის განხილვა წყდება. 1988 წლის მაისში მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბატონი რონალდ რეიგანი მეუღლესთან ქალბატონ ნენსი რეიგანთან ერთად გორბაჩოვთან უმაღლესი დონის შეხვედრაზე. 28 მაისს იგი აწვევს სპეციალურ შეხვედრას ცნობილ დისიდენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში სპასო ჰაუსში ზვიად გამსახურდია მეუღლითა და ორი ვაჟიშვილით პირადად ხვდება რონალდ რეიგანსა და ბატონ როლანდ რეიგანსა და ქალბატონ ნენსი რეიგანს. პარალელურად თბილისში 26 მაისს ტარდება საქართველოში დამოუკიდებლობისადმი მიწვეული დემონსტრაცია, რომელსაც მერაბი ხელმძღვანელობს. დემონსტრანტები შეძახილებით ულოცავენ ერთმანეთს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მერაბის დაბადების დღეს. 1988 წლის 21 სექტემბერს თბილისში მიმდინარეობს მსოფლიო კონფერენცია, რომელიც მოაწვევს საერთაშორისო ორგანიზაციას ჩატაკუა. პიკეტირებულია რუსთაველის პროსპექტი. გამოტანილია ტრანსპარანტები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად. პიკეტირება გადაიზარდა სტუდენტების დემონსტრაციაში, რომელიც მიემართებიან უნივერსიტეტისაგან. მილიცია და შინაგანი ჯარი ცდილობს მიტინგეების დაშლას, მაგრამ ამაოდ მანიფესტანტები უნივერსიტეტის ეზოში ატარებენ მიტინგს. სიტყვით გამოდიან მერაბი ზვიადი, რომლებიც მოუწოდებენ ახალგაზრდებს დაუმორჩილებლობისა და პატრიოტული ძალების მობილიზაციისაკენ. იწყება მიტინგებისა და მანიფესტაციების ახალი პერიოდი. 8 და 23 ოქტომბერს თბილისში ტარდება გრანდიოზული მიტინგები, თავდაპირველად კიროვის პარკში, ხოლო შემდეგ იპოდრომზე, სადაც მთელი თბილისის მოსახლეობაა თავმოყრილი. მიტინგები და დემონსტრაციები ტარდება ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, სამტრედიესა და საქართველოს დიდ ქალაქებში. 1988 წლის 21 ნოემბერს კოლხურ კოშკში იგეგმება მჯდომარე აქცია მთავრობის სახლთან, რომელიც პერმანენტული ხასიათისა უნდა ყოფილიყო. იგი გორბაჩოვის ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელიც კონსტიტუციურად გზავნიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ნებისმიერი რესპუბლიკის გასვლას. აქცია მოამზადა საქართველოს ჰელსინკის კავშირმა, წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ და ეგრეთ წოდებულ ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ. ჭანტურიამ, რომელმაც განსაზღვრა აქციის მნიშვნელობა და ხასიათი, შეფების მითითებით აქციის ხელმძღვანელობთან შეუთანხმებლად, მე ვგულისხმობ მერაბსა და ზვიადს, ვინაიდან ესენი იყვნენ ხელმძღვანელები, მიელტოდა პალმის რტოს ხელში ჩაგდებას. მერაბმა და ზვიადმა ჩაატარეს მიტინგები თბილისის ყველა რაიონებში, ფაბრიკა ქარხნებში, უმაღლეს სასწავლებლებში. შიფშილობა დაიწყო 700 კაცმა 1988 წლის 23 ნოემბერს და გასტანა 29 ნოემბრამდე. ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა მოშიფშილეების წინაშე, ასევე აქციის მომწყობთა და მომიტინგეთა წინაშე. გორბაჩოვი იძულებული შეიქნა დათმობაზე წასულიყო, მან მიმართა დემონსტრანტებს, რომელიც რადიო და ტელეფიცირებული იყო. ტრანსლირება მიმდინარეობდა მთავრობის სახლის ტერიტორიაზე, სადაც მოშიფშილეები თავად უსმენდნენ და უყურებდნენ ყოველივე ამას. 1989 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს გაიმართა გრანდიოზული დემონსტრაცია და მიტინგი ქალაქ თბილისში. რამოდენიმე აქტივისტი აყვანილი იქნა მილიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მათ შორის ზვიად გამსახურდია. მიტინგს უძღვებოდა მერაბ კოსტავა, რომელმაც რუსთაველის პროსპექტიდან უნივერსიტეტისაგან გადმოინაცვლა. 100,000-ობით მომიტინგე მოითხოვდა დაპატიმრებულების განთავისუფლებას. ღამის 23 საათისათვის ყველა პატიმარი გაათავისუფლეს. მიუხედავად დიდი რეპრესიებისა, ეროვნული მოძრაობის დევნისა, ხელისუფლება სუსტი აღმოჩნდა იმ ძალის წინაშე, რომელსაც წარმოადგენდა თითქმის სრულიად საქართველო. 1989 წლის 4 აპრილს თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მთავრობის სახლის საფეხურებზე დაიწყო მჯდომარე აქცია,
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. სუკი ცდილობდა მოძრაობის შიგნიდან გახლეჩას და აქციის ძირითადი მიზნის მიმართულების შესვლას. იყენებდნენ 1000 ჯურის პროვოკატორებსა და ცრუ დისიდენტებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესვლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმებით. ჭეშმარიტმა ეროვნულმა ძალებმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა დატოვეს ძალაში. უნივერსიტეტსა და ყველა სასწავლო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში შეიქმნა მოშიფშირე სტუდენტთა ჯგუფები, ჩამოყალიბდა 17 საკაბიცო კომიტეტი, ეს იყო უზარმაზარი ზალა, რომელსაც წინ ვერაფერი ვერ აღუდგებოდა. შეიქმნა შტაბები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აშანტაჟებდნენ მაპატმტიეთ 20 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ სიტუაციას, აქციის მონაწილენი დადიოდნენ ფაბრიკა ხარხემში, აწყობდნენ გაფიცვებს მიუხედავად ადმინისტრაციის დიდი წინააღმდეგობისა. მათი კოლონიები დღე და ღამე ავსებდა რუსთაველის გამცირს, მიდიოდა სკანდირება საქართველოს თავისუფლება. საქართველოს ცეკას მდივანი პატიაშვილი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გუმბარძე ყოველ საათში აწვდნენ კრელს ინფორმაციას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ითხოვდნენ რუსის ჯარის ჩარევას და მიტინგის აღკვეთას ძალისმიერი მეთოდებით. 7 აპრილიდან მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, მიუხედავად ამისა ზვიეტნამმა და მერაბმა ჩაატარეს მიტინგი, რისთვისაც მიტინგი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და სხვა მუშათა კოლექტივებისათვის ქალაქ რუსთავში. ამას ემატებოდა დემონსტრანტთა კოლონიები დასავლეთ საქართველოდან ტრანსპარანტებითა და ეროვნული დროშებით. 8 აპრილს თბილისში სპეცდანიშნულებით გადმოფრინდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ადგილზე ხელმძღვანელობდა მიტინგის დარბევას. იმავე დროს მერაბმა მანიფესტანტებთან ერთად მოაწყო მსვლელობა ორთაჭალის ციხეში, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა პატიმრებს. ედუარდ შევარდნაძის ფიზიკურად პირადად იცავდა ალექსანდრე ლებეძი, რომელიც ახლა თავის წიგნში ზაძირჟა ვაბიდნა 9 აპრილს ღამის 3 საათზე მერაბი და ზიადი გამოიძახეს მთავრობის სახლში, მოსთოვეს მომიტინგეთა დაშლა 15 წუთში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აფეთქებული იქნებოდნენ ოჯახებთან ერთად. მერაბმა და ზიადად წარმოუდგენლად ჩათვალეს ზღვა ხალხის 15 წუთში დაშლა, მოითხოვეს გარკვეული დრო. ყველასათვის ცნობილია თუ როგორ დამთავრდა 9 აპრილის ტრაგედია. საქართველოს ისტორიის წინაშე ერი ვალდებულია დააფიქსიროს გვარები, რომელთა დამსახურებით ჭალებში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯუმბერ პატიაშვილის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, გივი გუმბარძე უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორთარ ჩერქეზია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თუ მოადგილე იყო მაშინ ვიქტორია სირაძის ეკასტივნის მოადგილე, ნუგზარ ფოფხაძე, ასევე ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოადგილე, თქვენ მე უკვე წაგაკითხეთ ისინი შოთა გორგოძე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ბევრი ის პიროვნებები, რომელთა გვარებიც მე უკვე ჩამონთვლილი მაქვს წინა გადაცემებში, რომლებიც უშუალოდ მოითხოვეს საქართველოში რუსის ჯარის შემოყვანა. გარდა ჩემი ზემოთ ჩამოთვლილი პირებისა. იმდროინდელი ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი პირები, უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 9 აპრილის აქციის ორგანიზატორები დაპატიმრებული იქნენ, მათ შორის იყვნენ ის პიროვნებები, რომელთა ავტორიტეტზე სუკი მუშაობდა. მათი გვარები ფიგურირებს კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და შევარდნაძის ხუნტის სამსახურში 1989 წლის 19 მაისს სრულად საქართველოში გამოცხადდა დაუმორჩილებლობა, რომელიც ითვალისწინებდა გაფიცვებს, საპროტესტო აქციებს პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ავტორიტეტს შერყეული ხელისუფლება იძულებელი გახდა პატიმრები გაეთავისუფლებინათ. 1989 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგა გრანდიოზული მიტინგი უნივერსიტეტის ეზოში, რომელიც გადაინაცვლა ამჟამინდელ ვაგის პარკში. მე არ ვიცი ხა ვაგის პარკს რა ქვია და მე ვიცი რომ ვაგის პარკი ქვია, სადაც მერაბი და ზვიადი გამოვიდნენ მოწოდებებით და ისინი მოუწოდებდნენ მოსახლეობას გამოეცხადებინათ დაუმორჩილებლობა კომუნისტური რეჟიმისათვის, სადმი ებრძოლათ საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის. ეროვნული მოძრაობა
თავისი უკომპრომისო და რადიკალური ქმედებით უდიდეს წარმატებებს აღწევს, რის გამოც ბოროტების იმპერია ეთნოკონფლიქტების ინსპირირებას მიმართავს, იწყება ანტიქართული გამოსვლები ქვემო ქართლსა და აფხაზეთში, იმპერიული ძალები აფხაზ ოს სეპარატისტებსა და პარტოკრატიაზე დაყრდნობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ცდილობენ. 1989 წლის 15-16 ივლისს მერაბს და ზვიათს ამ მოვლენათა შუაგულში ვხედავთ, სადაც სიცოცხლის ფასად აღწევენ კრემლის პროვოკაციის შეჩერებას. იმავდროულად ზვიადი და მერაბი თითქმის ყოველდღე ჩადიან ქვემო ქართლში, რათა არ განხორციელდეს კრემლის მიზნები. ქვემო ქართლში აზერბაიჯანული მოსახლეობა თავს ესხმის ქართულ დასახლებას, ისინი მოითხოვენ მარნეულის რაიონში ბორჩალოს ავტონომიის შექმნას. 1989 წლის ოქტომბერში საფუძველი ეყრება აქციას. ბრჭყალები გახსნილია არც ერთი ქართველი წევამდელი რუსეთის ჯარში. ბრჭყალები დახურულია, ვინაიდან ქართული ეროვნების ახალგაზრდებში ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში. ათობით მიცვალებული ჩამოყავდათ ყოველ თვე. საპროტესტო აქციები იწყება თბილისის სპორტის სასახლეში. ეროვნული მოძრაობის ლიდერები პასუხისმგებლობას იღებენ მათ უსაფრთხოებაზე. აქციას ხელმძღვანელობს მერაბ კოსტავა. 1989 წლის 12 ოქტომბერს მერაბის ინიციატივით იქნება საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებს იმავე მიზნებს აღსრულებას, რაც განახორციელა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დიდმა ილიამ სათავადაზნაურო ბანკის შექმნით. როცა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, მოახლოვდა ქართული ერის თავისუფლებისათვის ნანატრი დღეები. 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისიდან ქუთაისისაკენ მიმავალ მერაბ კოსტავას უწყობენ ავტოკატასტროფას. საჭესთან ზის თამარ ჩეიძე, ყოველ შემთხვევაში საქმიდან ასე იკვეთება თამარ ჩეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე. მერაბი ადგილზე იღუპება ბორიტთან. თამარ ჩეიძე გადმოდის აბსოლუტურად სუფთად, ისე რომ ერთი ნაკაწრიც არ აქვს. მის წინააღმდეგ საქმე არც აღძრულა და არავითარი პროტესტის უფლება არავის არ მიეცა. თავად ამის ავტორები კი თქვენთვის ალბათ ცნობილია შევარდნაძის უშუალო ბრძანებით. ყოველივე ეს განხორციელებულ იქნა თამარ ჩეიძისა და რეზო ჩხეიძის მიერ, რომლებიც აღიარებული იყვნენ ვითომ თამარ ჩეიძე ეგრეთ წოდებულ დისიდენტად, წითელი დისიდენტი, რომელიც მე თქვენ უკვე მოგახსენებთ, იგი იყო ორთაჭალის ციხეში ფასიანი პატიმარი არ გამიგია, ფასიანი, რომელიც 60 მანის ღებულობდა ხელფას. თამარ ჩეიძემ პირადად აიღო ეს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ თავს ადგა მას ისეთი სუკის დიდი ჩინის მფლობელი მამა, რომელიც შევარდნაძესთან იდეალურ ურთიერთობაში იყო. ეს ძალიან კარგად იკვეთება თავად უჩამდე პერიოდში, რომელმაც ყველა სახსრები, ფინანსები და შესაძლებლობები გამოიყენა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დასამხობად. კინოსტუდია გაიხადა საკუთარ სახლად. ამასთანავე მე მინდა აღვნიშნო ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ იყო უშუალოდ, ვინ აკონტროლებდა და ვინ ხელმძღვანელობდა ამ აქციას, ბრჭყალებში აქციას, მერაბ კოსტავას აი ამ ტრაგედიას. ეს გახდათ რომან გვენცაძე და ეს გახდათ რობიზონ თუშურაშვილი. ესენი გახლავან უშუალოდ მე პირველად ვასახელებ ამ ორ გვარს. არასოდეს ეს ორი გვარი არ დამისახელებია. დღეს აუცილებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ შევარდნაძის უშუალო ბრძანება, რომელიც ეხებოდა როგორც მერაბ კოსტავას ფიზიკურ ლიკვიდაციას, ასევე ზვიად გამსახურდიას, მაგრამ რომელიცაც შეძლებდნენ და როგორც შეძლებდნენ, იმის მიხედვით, როგორც მოახერხებდნენ, პირველი ზვიადს მოკლავდნენ თუ მერაბს მოკლავდნენ, თავარი იყო, რომ ისინი ფიზიკურად უნდა გაენადგურებინათ და ამის უშუალო მაგალითი ჩვენ უკვე ცხოვრებამ გვაჩვენა. მათი ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინეს მაინც. ამას ორივეს ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ მერაბ კოსტავასთან დაკავშირებით მე უშუალოდ ვიცი ვინ იყო, ეს გახდათ რომან გვენცაძე და ეს გახდათ რობიზონ თუშურაშვილი. ეს ის რობიზონ თუშურაშვილია, რომელიც ვითომ დაპირისპირებული იყო შევარდნაძესთან, მაგრამ შემდეგ შევარდნაძემ ამ ისტორიას შემდგომში მოგიყვებით.
შემოირიგა იმის საფასურად, რომ ესენი უშუალოდ იყვნენ ჩარეული აი ამ ბინძურთ და საქმეში და ყველანაირად შეძლეს ეს რათა მათ მოეპოვებინათ შესაბამისი თანამდებობები. ასევე გამორჩეული იყო პუჩის დროს რომან გვენცაძე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, იგი ყველაფერზე წავიდა იმისათვის, რომ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება დაემხო, ასე რომ იგი არის საქართველოში ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ყოველივე ქართულს ებრძოდა და თავისი ტერორისტული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ საქართველოში კანონიერი ხელისუფლებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისა თუ წინამძღოლების ფიზიკური ლიკვიდაცია მოეხდინა და მოახდინეს კიდეც. ასე რომ დაუშლები დარჩენ ყველანი, მერაბ კოსტავა კი სიცოცხლე ხელხყვეს. ამით დასრულდა მოწამეობრივი გზა საქართველოს ეროვნული გმირისა, რომელმაც თავისი ცხოვრებით უდიდესი მაგალითი მისცა ქართულ ერს. ზვიადისა და მერაბის ურთიერთობას, მეგობრობას მე ვერ დავარქმევ. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, რომ შოთა რუსთაველმა რასაკვირველია ვეფხისტყაოსანი კი დაწერა რამოდენიმე საუკუნით, ეს მე-12 საუკუნეში დაწერილი პოემაა, მაგრამ მისი გმირები მას გათვლილი ჰქონდა და ალბათ ის ყოველთვის ამაზე ფიქრობდა, რომ აქ ისეთი გმირები უნდა გამოეყვანა, რომელიც მაგალითს მისცემდეთ სამუდამოდ საუკუნეების მანძილზე, სანამ საქართველო იარსებობდა და არა მხოლოდ ქართველ ერს, არამედ ყველა ეროვნების წარმომადგენელს, რომელთაც გაიგეს და გაეცნენ ვეფხისტყაოსანს. და მისი შინაარსი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ იქ ორი გმირის განსაკუთრებით გამოყოფა ეს არის ჩემი აზრით, ჩემი აზრი არის ასეთი, რომ ბევრჯერ მიფიქრი ამაზე, რომ ვეფხისტყაოსანი ალბათ მათთვის დაიწერა, რომელიც შემდეგ უკვე მე-20 საუკუნეში განხორციელდა ისე როგორც იყო, იმიტომ რომ მათი ურთიერთობა, საქმიანობა, აზროვნება, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, სულიერი კავშირი სამშობლოსა და ერისადმი თავდადება, როდესაც ვაანალიზებ კიდევ ერთხელ წმუნდებით არიელისა და ავთანდილის აუცილებელ არსებობაში. ისინი მე-20 საუკუნის ვეფხისტყაოსნის გმირები იყვნენ. ამ ორი პიროვნების ორი რაინდის მოვლენით უფალმა საქართველო არ გასწირა, მათ ქართველებს თვალთანცილ დაუმტკიცეს ურღვევი ჭეშმარიტი მეგობრობის სინამდვილე. ამგვარი ტრაგედიის ტრადიციის მაპატიეთ შენარჩუნება გვმართებს, რაშიც ალბათ ისევ უფლის ზალა დაგვეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაღიღუპება. სწორედ უღალატო უმტკიცესი მეგობრობა იყო საფუძველთა საფუძველი და უმთავრესი მერაბისა და ზვიადის ურთიერთობაში ისინი ერთმანეთს ამაგრებდნენ, აძლიერებდნენ, ხელს უწყობდნენ ძნელბედობის ჟამს, ამიტომ დარჩება ლეგენდად ორი პიროვნების ცხოვრება, რომელიც ქართულ ერს უმაღლესი ზნეობის მაგალითი მისცეს და იყოს ზვიადისა და მერაბის საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი. ამინ. ეხლა მერაბ კოსტავას მინდა გავაგრძელო, ეს იგი არ მხოლოდ როგორც ეროვნული გმირზე, არამედ მის ინტელექტუალურ მონაცემებზე. მერაბ კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე ჩინებული პიანისტი, ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი იყო. იგი გრიგის, ბეთჰოვენის, შოპენისა და შუბერტის დიდებული შემსრულებელი გახლდათ. კლასიკური მუსიკის ფილოსოფოსი და იგი წილნაყარ კავშირში აღითვავდა და გატაცებული იყო რიხარდ ვაგნერით, რომლის უზადო ქმნილებების ქართულ სცენაზე დადგმის ერთ-ერთი მოთავე ზვიად გამსახურდიასთან მერაბ კოსტავა გახდათ. მე აქ უნდა აღნიშნო, ეს იგი საარბრუკენიდან ჩამოვბრძანდა ვედეკინდი, ალბათ ცნობილი არის ეს გვარი საზოგადოების უმეტესობისათვის და საქართველოს ოპერის თეატრი მაშინ დამწვარი გახლდათ და პროფკავშირების თეატრში ითვლებოდა გერმანელი კომპოზიტორების ოპერები. ბატონმა ვედეკინდმა პირდაპირ კონტაქტზე გამოვიდა ზვიადთან, მერაბთან. ესენი პირდაპირ კონსულტაციებს უტარებდნენ, ასე რომ ოპერაში დადგმული მისი ვაგნერის ორი ოპერა, ეს გახლდათ
ლოენგრინი და მფრინავი ჰოლანდიელი და ასევე დაიდგა მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა. ეს ყველაფერი კავშირში არის როგორც მერაბ კოსტავასთან, ასევე ზვიად გამსახურდიასთან, იმიტომ რომ მათი კონსულტანტები იყვნენ ეს ორი პიროვნება, რომელსაც მე მოგახსენეთ. ამის სანაცვლოდ ასევე საარბიუკენის საოპერო თეატრში დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა დაისიც და აბესალომ და ეთერი. აი ასეთი ხიდი იქნა კულტურული ხიდი და სწორედ აი ამის უშუალო მონაწილენი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც არ ტოვებდნენ არც პოლიტიკურ საქმიანობას, არც კულტურულ და არც საერთოდ საქართველოში ყველა მოვლენების ეპიცენტრში გახდნენ. ახლა ყველაზე ძალიან მერაბი მაინც ქართული სიმღერებითა და საგალობლებით იყო გატაცებული. იგი თავად მოიძიებდა, ასრულებდა და შეძლებდა და გვარადაც ეწეოდა მათ პოპულარიზაციად. მერაბ კოსტავას კალამს ეკუთვნის არაერთი ფილოსოფიური ნააზები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პატიმრობაში დაწერილი ფიქრები საქართველოს მისიაზე, პატიმრობაში დაიწერა ფიქრები ქართულ კულტურაზე, მრავალი პუბლიცისტური წერილი და ესე. იგი პოეტური შთაგონების ბევრ შესანიშნავ ლექსს ქმნის, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ეცნობა ფართო მკითხველი მის ნაწარმოებებს. თარგმნილი აქვს გერმანული ენიდან რუდოლფ შტაინერის ფილოსოფია. ზვიად გამსახურდიასთან ერთად რუდოლფ შტაინერის ასევე ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით. რუსულიდან თარგმნა იბსენის განდგომილება კეისრისა, სახაროვის ქვეყნისა და მსოფლიოსადმი, ალექსანდრ ბელის წერილი და სხვა. 1993 წლის სექტემბერში ქალაქ ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, რომელიც ძალიან ძვირი დაგვიჯდა, სხვათა შორის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი. ისე სხვა ქალაქებისა რა მოგახსენოთ, მერაბ კოსტავას სახელობის ერთადერთი თეატრი იყო და ისიც უკვე აღარ არსებობს. და სამუსიკო სკოლა, სადაც მერაბ კოსტავა ასწავლიდა და მოღვაწეობდა, ნამდვილად არ ქვია მერაბ კოსტავას სახელი, საერთოდ მოხსნეს იქიდან სამუსიკო სკოლა და მხოლოდ სკოლა დატოვეს, ასე რომ ყველაფერს ებრძვიან, ყველას ებრძვიან, ყოველივე ქართულს და აინტერესებთ ანტიქართული და ანტიეროვნული. გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული აქვს ორი პრემია. დავით აღმაშენებლისა ლექსების კრებულისათვის და მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემია ჟურნალ ნათოფში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილებისათვის. მერაბ კოსტავას ჭეშმარიტ მამულიშვილს ეროვნული გმირის ყველა თვისება გააჩნდა. მისი პოლიტიკური და პიროვნული ხატი იყო ერთიანი მთლიანი საქართველო. მერაბ კოსტავას პიროვნების სული დახასიათებისათვის არ შეიძლება არ ვახსენოთ მერაბ კოსტავა როგორც ქრისტიანი. იგი ჭაბუკობის წლებიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე 10 მცნების განუხრელი შემსრულებელი იყო. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მერაბ კოსტავა გახლდათ ის პიროვნება, რომლის ცხოვრება, შემოქმედება და ღვაწლი 21 საუკუნეში და საერთოდ საქართველოს გზას გაუკვალავს ჭეშმარიტი ეროვნული დამოუკიდებლობის მაძიებელთ. ეს გახლავთ მერაბ კოსტავას ბიოგრაფია, რომელიც ძალიან მოკლედ მოგახსენეთ, მაგრამ არის ძალიან საინტერესო იმ ხრივ, რომ კვლავ ვაგრძელებ მე მერაბთან საუბარს. მე მინდა არ ვიცი ჩვენი სახლის კოლხური კოშკის ძარცვისა და ძარცვის პერიოდში როგორც ჩანს შეხვდათ და იპოვეს ნამწვევი წერილებისა, რომელსაც მერაბი უგზავნიდა ზვიადს და ზვიადის წერილები მერაბისადმი არ არის შემონახული, ამაში დანაშაული მიუძღვის იმ პიროვნებებს, რომლებიც შეხიზნული არიან მერაბ კოსტავას ეგრეთ წოდებულ სახლ-მუზეუმში და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რომ მერაბ კოსტავას სახელს ამოფარებულნი იყვნენ თბილად, უზრუნველი ცხოვრებით და ფაქტობრივად სამწუხაროა, მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ, რომ ფაქტობრივად მერაბ კოსტავას არქივი და მისი ბიბლიოთეკა და ნივთები ყველაფერი განადგურებულია ეს იმ ხალხის მიერ, რომლებიც შეეხიზნენ ქალბატონ ოლიკოს
ვითომ მომვლელების სახით შემდეგ კი მათ აირჩიეს სხვა გზა რომ გაეხსნათ ეგრეთ წოდებული მერაბ კოსტავას სახელობის მუზეუმი და იმ მუზეუმში არაფერი არ არის გარდა იმ საერთოდ მთელ საქართველოში გავრცელებული ფოტოსურათებისა დანარჩენი ყველაფერი არის აი მე მხოლოდ ორ წიგნზე მოგახსენეთ იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი განადგურებულია განადგურებული არ არის მოპარულია და ჯერჯერობით ასე არის და ამათ მოეკითხებათ პასუხი ვინც იმ მუზეუმში მუშაობს ვინაიდან მათ ხელთ ჩაიგდეს ეს უნიკალური ხელნაწერები ეს მისი უნიკალური ბიბლიოთეკა ასე რომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ და კანონიერი ხელისუფლება აუცილებლად მოსთხოვთ მათ შესაბამისად იმიტომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული მე ჯერ წაგიკითხავთ ერთ-ერთი პიროვნების რევას კაციას წერილს უკანასკნელი შეხვედრა და შემდგომ მერაბის წერილებს გაგასწრებთ და ზვიადის წერილსაც წაგიკითხავთ უკანასკნელი შეხვედრა მერაბი და მე ჯავახიშვილის ქუჩაზე თითქმის გვერდ მდებარე სახლში ვცხოვრობდით და ვინაიდან სულ კურთხეული ჩემზე ასაკით უმცროსი გახლდა ჩვენ მხოლოდ მეზობლური ურთიერთობა გვაკავშირებდა 1956 წელს როდესაც სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები მერაბი და ზვიადი პირველად დააპატიმრეს მე უკვე აღარ ვსახლობდი ამ ქუჩაზე და აი 99 წლის 21 აგვისტოს საღამოს რუსთაველის ძეგლთან წინ გადამიდგა მერაბი რომლის გამოსვლები ხალხმრავალ მიტინგზე არაერთო მომისმენია სულგანაბულს ურთიერთმოკითხვის შემდეგ დამშვიდობებისას მან გულითად მთხოვა მეორე დღეს წვეოდი ოჯახში გადაუდებელი საქმის გამო გამზირზე მიმავალს არ მასვენებ და კითხვა ნეტა რა საქმის გამო მიბარებს ნეტა სულ სამნი ვისხედით სუფრასთან მასპინძელი მე და ერთი ყმაწვილი კაცი როდესაც ირაკლის შესანდობარი შევსვით მორიდებით ვთხოვე წაიკითხა ჩემთვის მისი ლექსები არ დაფიქრებულა ისე გამოიტანა მეორე ოთახიდან საბეჭდი მანქანის შრიფტით დაკვალული ფურცლები ის სველი თვალებით გვიკითხავდა ლექსებს ჩვენ კი უსმენდით გაყუჩებულნი და სულ დამძიმებულნი შუაპურობისას მერაბი უცებ წამოდგა შუშამანში გამავალი კარი ფართოდ შეაღო და ასე მოგმართა იქ მსხომთ დედამის ქალბატონო ლიკოს და ჩემთვის უსნო მანდილოსანს მე ახლა წაგიკითხავთ ერთ დიდებული კაცის ლექსს ავილეწე მივხვდი რომ იმ დიდებულ კაცში მე მგულისხმობდა და ვიდრე ჭირის ოფლდასხმული საპროტესტოდ რაიმეს მოვიაზრებდი ის უკვე თავისი ბუხუნახმით კითხულობდა ჩემს მიერ 1964 წელს დაწერილი ლექსს რომლის არსებობა ჩემს უახლეს მეგობრებს შორისაც კი სამიოდე კაცმა თუ იცოდა წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ქონდა მაგიდასთან მობრუნებულმა მხრებზე ხელი მომხვია და მკითხა რატომ არ ბეჭდავ ლექსებს მე არაფერი უპასუხე როცა სუფრიდან წამოიშალეთ მერაბმა ჭიშკრამდე გამომაცილა იგი მოუბრუნდა და მითხრა მე ჩემსკენ შემოbrunდა და მიბძანა შენ მომიტან ლექსებს არ გეტყვი ვინ მაგრამ ერთ საერთო მეგობარმა ზოგიერთი მათგანი წამაკითხა ჩვენ დავბეჭდავთ ასეთი მოულოდნელობისაგან გაცვიფრებულ შუბლზე მაკოცა ხელი ჩამოვართვი და ამშვიდობით შეტრიალდა და უკან მოუხედავად წავიდა აცრემლებული თვალით უმზერდი სახლისაკენ ჩქარი ნაბიჯით მიმავალ და მაღალ ხეებს მოეფარა მაშინ მივხვდი თუ რა გადაუდებელი საქმე ქონია ჩემთან იმ ხამის გათენებამდე თვალი არ მომიხუჭავს მერაბი ის ადამიანი იყო ვინც ჩემი ლექსების ბედით დაინტერესდა 1980 წლის 17 აპრილს ჩემი ბავშვების მეგობარმა წიგნის გამოცემის თაობაზე განაცხადის დამაწერინა ამის აღნიშნა არაკაცობა იქნებოდა ჩემის მხრივ მაგრამ მეორე დღესვე ტელეფონით დაუგრეკე მერავს მადლობა მოახსენე ყველაფრისადმი და აღვუთქი რომ 2 ან 3 თვის განმავლობაში თავს მოუყიდე ჩემს ნაწერებს და მიუტანდი შუაღამისას ჩემმა ვაჟმა მწუხარებით მაუწყა მერაბის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი მის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ერის ცხოვრებაში სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა მრავალპარტიული არჩევნები რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადება ყველაფერ ამაში ლომის წილი უდევს თაწმინდის ღირსეულ რაინდს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა 26 მაისი მერაბის დაბადების დღეა 26 მაისი პრეზიდენტის არჩევნების დღეა და ახლა როცა მე ამ სტრიქონებს წერ ზეციური მერაბი რომ გავამეცხადოს და მკითხოს პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცევთ ხმას სულ მოუთმელდათ უპასუხებდით შენ ქრისტეს მიერ ძმას ზვიად გამსახურდიას აი ეს გახლავთ
იმ პიროვნების კაციას, ბატონ რევას კაციას. წერილი, რომელიც იქნა გამოქვეყნებული რომელი გაზეთი არის? ავტორის თხოვნით ორონარი გადაეცემა ეროვნული გვარდიის ფონდში. ეროვნული გვარდიიდან საწავი და არ ვიცი ვერ გეტყვით. ეს გახლავთ გაზეთი თავისუფალი საქართველო. თავისუფალი საქართველო და აქ არის ორი წერილი ძალიან რომელიც პირდაპირ გადმოგცემთ ყველაფერს რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ ორ მეგობარს ქრისტეს მიერ ძმას. გამარჯობა ძმაო ზვიად. შენს კარგად მოგეხსენება გაურკვევლობაზე მეტად არაფერი მეჯავრება. ერთი სიტყვით ასე იოლად არჩაულით ეგამბავი. კუთვნილის შერჩენა არ იქნების. ისიც კმარა რაც გააკეთეს. საქართველო თუ მართლა რესპუბლიკაა, ქართულს ციმბირში რა უფლებით ასახლებენ. არ გეგონო საკუთარ ხვედერზე წუწუნებდე, მაგრამ როდესმე სერიოზულად დასმა ამ საკითხისა ურიგო არ იქნება. მოკლედ კიდევ ცდის სასწელს ვნახოთ რა გამოვა. სხვა რა მოგწერო, თოვლი დნება. თვენახევრიანი ტალახი, წყვილი ჩექმა და მისი ჯანი. ეს სიღატაკე ჩვენებურ დიდებულ გაზაფხულს რომ შევადორო, თავისთავად დაწუწუნება გამოვა და არაღის წუწუნი რას გვიქნია და არა და ჩვენი საკადრისია წუწუნი. ამიტომ შენზე მუდამ იმედიანად ვფიქრობ, ჯერა კარგად აღარ და მაგრად უნდა იყოს სიზნელებთან განკალავება, თავად შენგან ვისწავლე და სხვისგან არ მესწავლება. ამიტომ მეც არაფერს დაუმატებ, მარტოოდენ მაცხოვრის ჩვენისას იესო ქრისტეს აღდგომას გილოცავ წინასწარ და შენს სახლეულთან მოკითხვას გაბარებ. 1978 წელი მერაბ კოსტავა. მერაბი კოსტავას არწე შენი მერაბი შენ გამარჯობა ძმაო ზვიად. ეს მეორე წერილი გახლავთ 78 წლის 25 ნოემბერი. მივიღე შენი წერილი, ფრიად გამეხარდა, მე არა მიჭირს რა. ვარ ჯამთელად, ყოველმხრივ გვარიანად. საკითხავი აქ დროც არის და წიგნებიც. მუშაობ ქარხანაში საღარატო ჯახზე. შენ ალბათ მანდ მეცხვარეებში ხარ. საკითხავი დროც გექნება. ძალიან კარგი რომ ხმა მომაწვია. ჩემს ამბებს მე სახლში მოვწერ ხოლმე და ისინი შეგატყობინებენ. ცოტნე ახლა ალბათ დიდი ბიჭი იქნება. მაშინ გიორგი არ მყავდა და იმიტომ არის გიორგის არახსენებს. რამდენ ხანს გაგრძელდება შენი ჭალებში ყაზბეგობის პერიოდი? ვიქტორ ცხილაძეზე მინიშნებას უკეთებს. ამბები გავიგე, ზოგ-ზოგი რამ გავიგე და აბა ყოჩაღად იყავი. მისი კაი კაცობის ამბებზე ამბობს. მომიკითხე მანანა და ლელე, გისურვებ ყოველივე სიკეთეს. შენი ძმა მერაბი. ეს წერილი ნაჩქარევი გამოვიდა. წერილებს კიდევ მოგწერ. უფრო ცლად, მაგრად და მხნეთ იყავი შენი მერაბი. 1978 წელი 25 ნოემბერი. ეს კიდე გახლავთ წერილი ზვიად გამსახურდიას წერილი ზექარიშვილის. 26 მაისს მერაბ კოსტაოს 51 წელი შეუსრულდებოდა. გამომცემლობა მერანი მალე დასტამბავს მისი ლექსების კრებულს, რომელიც შეადგინა წინა სიტყვაობა დაურთო ზვიად გამსახურდია. დღეს გთავაზობთ ამ წინა სიტყვაობა. მერაბ კოსტავას როგორც მამულიშვილს და ეროვნულ მოღვაწეს ქართველი ხალხის წინაშე წარგინება არ სჭირდება. მას იცნობენ აგრეთვე როგორც ნიჭიერ მუსიკაცონეს და თეატრალურ კრიტიკოს, მაგრამ მისი ნაცნო მეგობრების ვიწოწრის კიდიდან უცნობია მისი პოეზია, მისი ლექსების გზნება და მადლი. არ უყვარდა მერაბს თავისი ლექსების პოპულარიზაცია. მიტინგზეც იშვიათად უწაუკითხა საკუთარი ლექსების შიმშილობა. წაიკითხა ერთხელ ნოემბრის დღეებში მუშიმშილეთა გასამხიენებლობა და შავი ჯოჯოხეთის კუპრი ლექსი. გამოქვეყნებაზე კი ფიქრიც არ სურდა. ჩვენ თანაკბილანი სიყრმიდანვე მეგობრობდით. ჯერ პირველ ვაჟთა საშუალო სკოლაში ვსწავლობდით ერთ კლასში, შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში. მერაბი ჩინებული პიანისტი იყო, მშვენივრად ასრულებდა გრიგს, ბეთჰოვენს, შუბერტს, ბეთჰოვენის და ვაგნერის გმირული მუსიკა იყო იმჟამად ჩვენი სტიქია. მერაბში თითქოს ორი სული იბრძოდა. ფაუსტის მსგავსად მუსიკოსი და პოეზია. ბოლოს პოეზიის სულმა იმძლავრა. მერაბ მუსიკაზე ხელი აიღო და პოეზიას მისცა თავი, თუმცა მისი ლექსები არ გაყრია მუსიკას. მუსიკის ტალღა მძლავრად პულსირება საცნაურია მის ტრიქონებში. ამასთან ერის წვლილი წულად გვაჩნდა და არც პოლიტიკაში ვიყავით უმოქმედონი. მამა ჩემი იმ თავითვე
უმოქმედონი მამაჩემი თავითვეშ დაგვაგონებდა ორივეს ეროვნულ იდეებს გვაცნობიერებდა თვალს გვიხელდა სინამდვილეზე დამოუკიდებელი საქართველოს ოცნებად გზრდიდა რაც ბრწყინვალედ აისახა მერაბის შესანიშნავ ესეში კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ ბრჭყალებში გამოსათხოვარი ოქროს საწმისი 1977 წელი ნომერი 4 იმჟამინდელი ჩვენი განწყობილება კი აირეკლა ლექსებში რომელიც უძღვენი მეგობარს 15 წლის ასაკში ჩვენ ძალიან ხშირად გვიფიქრია ძმაო ამაზე, როდის აღდგება სამშობლო ჩვენი და დაბრუნდება კვლავ სილამაზე თავისუფლების და აღმაფრენის, როდის დადგება ის დღე დიადი, როდის ბორკილს შევხსნით ერს დამცირებულს და დაუბრმავებს თვალსგანთიადი ჩრდილეთის წითელ ჯალათთა კრებულს და საქართველოს დიჭნახული გამოფხიზლდება ყველა იოგით ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის და გვიცავს მარად თეთრი გიორგი ამას უძღვნის 15 წლის ასაკში ზვიადი მერაბს ღვთისრწმენა გქონდა მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად დავადექით რელიგიურ და თეოლოგიურ შემეცნების გზას 60-იან წლებში საიდუმლო ღვთისმეტყველება და მისტიკამ გაგვიტაცა ამ პერიოდში მერაბის ლექსებში მისტიური სიღრმითა და რელიგიური აღმაფრენით გამოირჩევა სწორედ ამ ხანებში მისვნა მან ისეთი ლექსი მეგობარ ზვიაც შენი ამ სამშობლო არის მე ხა ლექსების საკითხვა ნამდვილად არ მინდა და აი ამ პატარას წავიკითხავ და შემდეგ უკვე თქვენ თავად მოისმენთ პროფესიონალის მიერ კარგად წაკითხულ მერაბ კოსტავას ლექსებს მეგობარ ზვიაც შენი სამშობლო არის სულეთი შენს სასახლე ძმაო ნუ გინდა დე ხალხის თვალში დარჩი სულელი მამის წინაშე იყავი წმინდა და ეგ ფარავდეს ვარსკვლავთ კრებული და მიქაელის ცეცხლის მახვილი და ღირსათქნონ იქნავნებული წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით არ მიიკარო მწიკვლი ზადის შენი ტანია თვით ეკლესია სან ღაღადის იგზა განიმზადე დედამიწაზე დადის მესია იმავე პერიოდში მიცვნა ლექსი პაემანი სადაც საოცრად იწინასწარმეტყველა ის რომ იგი ჩემზე ადრე დასტოვებდა ამ წუთის სოფელს და მე მან აკლდამასთან თალხით მოსილი დაველოდებოდი მეგობრის აჩრდილს აკი ამიხდა ყოველივე მე ვიყავ ამისი ყოველი ნაწარმოების პირველი მკითხველი ასევე ისევე როგორც ის იყო ჩემი პირველი მკითხველი და შემფასებელი წლების მანძილზე ბოლოს მაიძულა ამ სიტყვების პირდაპირ გაგებით ჭრილებში ჩემი კრებულის მიტანა მერანში 1978 წელს რაც დამთავრდა მთავლიტის მიერ ამ წიგნის აკრძალვით და ანაწყობის განადგურებით ბრჭყალები გახსნილია ხელისუფლება ჩვენს დასაპატიმრებლად გამზადებული იყო და რა დროს ლექსების გამოქვეყნება იყო ბრჭყილი დახურულია თავისი ლექსები კი ვერაფრით მივატანინე ვერც ჟურნალ-გაზეთების რედაქციაში ვერც გამომცემლობებში ბრჭყალები გახსნილი ბიჭო შემიგროვე შენი ლექსები შენ არაფერში შეგაწუხებ მე გადავაბეჭდინებ და წიგნსაც მე შეგიდგენ ახლა მაინც სხვა დროა და გამოსცემენ მეთქი რამდენჯერ უთხარი ბრჭყალები აჯერ არ დაუხურავს სანცალია ან შეგროვებისათვის ნიადაგ ასე იყო მისი პასუხი ახლა ვნანობ კიდევ მეტი დაჟინებით რადარ მოვთხოვე თვალით ენახა და გაეხარა ერთელ მაინც თავის ცხოვრებაში დიახ გაუხარელი იყო მისი ყოფა ისევე როგორც ყოველი ჩვენგანის წლების მანძილზე ბოლო ხანებში ერთადერთი რამ გვახარებდა აზვირთებული ახალგაზრდობა ეროვნული დროშების ფრიალი ლაღი მიტინგები და მსვლელობები რაც ესოდნენ ჩაგმწარდა 9 აპრილს მაგრამ 26 მაისი ამავე წლისა ხომ აღდგომა იყო ნამდვილი თუმცა ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ ვინაიდან ეს ცალკე თემაა ლექსი მისი საქართველოს გოლიათი ციხეების დუღაბით ნაგებს გავს ენა ძარღვიანი ძველ ქართულს ნაზიარები პოეტური ნეოლოგიზმები თამამი რითმათა სამყარო უჩვეულო რიტმი ძლიერი და დაძაბული როგორც მისი სახის კუნთები ლექსის აბჯრად არის თითქოს შეჭურვილი ლექსის შუბითა და ლახვარით ეომება მტერს ნახეთ მისი დიდგორი ბრჭყალების ლექსები ეს სათაურებს მოგახსენებ დიდგორი ღირს მამა დავიდს დოსტოევსკი გალაქტიონი და შემდასხვები ბრჭყილები გახსნილია რაძეგლები დაუდგა თავის საყვარელ მეფეებს წმინდანებს პოეტებს სახელის ნიშნით და ბრჭყილი დახურულია როგორც თქვი ურთიერთის პირველი მკითხვა
მკითხველები ვიყავით, სუკის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ შეგოხვედეს გამომძიებლის კაბინეტში 1978 წლის მარტში დაპირისპირების ფორმალური პროცედურების ჩასატარებლად, ვინაიდან არაფერი ქონდა დასაპირისპირებელი, არავითარი ჩვენებები არ მიგვიცია, არც ერთმანეთზე, არც სხვებზე, ჩვენი დაპირისპირება ბრჭყალებში გამოიხატა იმაში, რომ ამის გამოკითხვის შემდეგ ერთმანეთს უკითხავდით საკანში დაწერილ ლექსებს, ისე რომ დაპირისპირება ბრჭყალებში პოეზიის საღამოდ გადაიქცა და ამ უჩვეულო საღამოს აუდიტორიას წარმოადგენდნენ ჩვენი გამომძიებლები, ისეთი რომ ნამდვილად არ ის ასეთი რამ ნამდვილად არ გქონიაო პრაქტიკაში, ღიმნარები ამბობდნენ ისინი, დაპირისპირებისა თანამოსაქმე პატიმრები ერთმანეთს ლანძღავენ, სცემენ და ზოგჯერ მოსაკლავადაც იწევენ, ესენი კი ჯერ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა კი ლექსებს უკითხავენო. ციხეში დაიწერა ღირს მამა დავითს, დოსტოევსკი და სხვა ლექსები. პერმისკენ მიმავალ ეტაპში კი 1978 წლის 12 აგვისტოს დაიწერა ჩემდამი მოძღვნილი ლექსი ძმას ქრისტეს მიერს, რომლის შემდეგ ლაგერიდან გამომიგზავნა, მაგრამ ჩემამდე ვერ მოაღწია. დედანი ამ ლექსისა გადმოცა 1980 წელს ციმბირში, სოფელ კვიტოკში, სადაც თავისუფალ გადასახლებაში იმყოფებოდა და სადაც მე და ირაკლი ვაჟიშვილთან ერთად წავიდა, ზვიადი მერაბის ვაჟიშვილთან ერთად წავიდა, მისმა ირაკლი მოვინახულეთ. მინდა ეს ლექსი ორიოდე სიტყვით დავახასიათო, ეს არის თითქოს ჩვენი ბრძოლის ისტორია, ჩვენი ბიოგრაფია, პოეტური სიტყვით გადმოცემული და რაოდენ ლაკონურად, აი სადასრულდა რუსთაველის ნათქვამი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. რამდენი დასტია მან ამ ლექსში, რა გზნობა, რა განცდები, რა ტრაგედია, ნამეტანი გადააჭარბე მეთქი, ჩემი როლის შეფასებისასო ესღა უთხარი, შუბლი შეიჭმუხნა როგორც შოოდა და არაფერი მითხრა, მცირე ხნის პაუზის შემდეგ კი მეუბნება, გავიგე ვიღაც პროვოკატორები გარწმუნებენ თბილისში, თითქოს მე შენს ეგრეთ წოდებულ მონანიებას გმოვდა სისუსტეთ გითვლი, ხომ გითხარი, არ წამოეგო მეთქი ეგეთებზე, წერილი მაინც არ დამეწერა საკანში შენი თანდასწრებით, წინასწარ შეთანხმებულებით რომ არ ყოფილიყავით, შენს უკან დახევას ზე განა არ მესმის რომ სხვას ერთი წუთით განა არ მესმის რომ სხვა გზა არ იყო, უცხოეთში შენი გაძევებით ხომ დაიღუპებოდა ჩვენი მოძრაობა, აბა დაუკვირდია ამ ლექსის დამწერი, განა შეიძლება რომ სხვანაირად ფიქრობდე? მე სახტად დავრჩი, განა არ მსვენოდა ამგვარი რამ, მაგრამ როგორ უსაყვედურებდი ჩემს ტანჯულ ძმას, ისიც ისეთ სიტუაციაში, მაგრამ გულთამხილავი თავად მიმიხვდა და წყულზე მალამოსავით წამაცხო ეს ლექსი, რომელიც ალბათ შედევრია მისი პოეზიისას, თანაც დაძინა, გახსოვდეს ბრჭყალები გახსნილია, რომ გამოძიება მაჩვენა ორივე ფირის შენზე სუკის მიერ დამონტაჟებული, რომელსაც ტელევიზიით უჩვენებდნენ და სწორედ ამის შემდეგ დავწერე ეს ლექსი, მაგათი გულის გასახეთქად ბრჭყალები დახურულია. ასეთი იყო მისი პოეზია, რაც გლასნესში გამოქვეყნებული წერილიდანაც ჩანს, მოსკოვში გამოდიოდა ჟურნალი გლასნესი. როდესაც 1991 წელს პირველად დაუმატეს წლები ციმბირში, ბრჭყალებში სასამართლოზე განაცხადა, ბრჭყალები გახსნილია, თქვენ ისე მექცევით, როგორც რუსეთი ექცევა საქართველოს, ბრჭყალები დახურულია და გამოაცხადა უადო შიმშილობა, ვინაიდან ახლობლებთან შეხვედის უფლებაც წაგვართვეს. წაართვეს. მისმა ერთმა ციმბირელმა მეგობარმა შემატყობინა მისი ჯანმრთელობის კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. სასწრაფოდ ვაფრინე ტელეფონოგრამა ჟორჟ მარშესთან ფრანს პრესის მეშვეობით. მარშე მიტერანს დაუკავშირდა. მიტერანი ჯერაც ცოცხალ ანდროპოვს ახმაურდა პრესა აყვიდნენ რადიოსადგურები და მისცეს მერაბს ახლობლებთან შეხვედის უფლება. ირაკლის ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ კვლავ მომივიდა ციმბირიდან ცნობა, მერაბი განწირულია, კვლავ დავტრიალდი, ვეცი დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს ავტეხე ხმაური, ამხანად ამოხეთქა ჩემი გულიდან პასუხმა მის ლექსზე, რომელსაც ახლა ვაქვეყნე. ეს საკითხული იქნება, ეს ლექსი საკითხული იქნება, იმიტომ საკმაოდ დიდი ლექსი გახლავთ და შემდეგ ასე იგი თავის ცხოვრებისეული კრედო მერაბ კოსტავამ შემდეგ სტრიქონებში ჩააქსოვა. წილხვედრ სიკვდილს თუ უმზერდე ავად, მაშინ ნამუსის კუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, მერე ეს მიწა და საქართველო და მისი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა.
მარადიული იყოს მერაბის სახელი, მარად იდიდოს მან და იგი რომ იმყოფება ზეციურ საქართველოში ამაში ეჭვი არავის არ ეპარება და ინებოს ღმერთმა მერაბ კოსტავასნაირები რომ გვიმრავლოს. მადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის.